გამარჯობა თქვენ ანიკოს პოდკასტს უყურებთ მორიგი ეპიზოდით დაგიბრუნდით ეთერში სანამ სტუმართან საუბარზე გადავიდოდე შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი დაგულე სპორტი მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები გააზიაროთ და კომენტაროთ თქვენი უკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რაც შეეხება ჩვენ სპონსორებს სამშენებლო ხელსაწყოების კომპანია Ronix-ი რომელიც ნებისმიერ თქვენს მოთხოვნაზე და ნებისმიერ ბიუჯეტზე არის მორგებული და ასევე სამედიცინო სახუების მწარმოებელი კომპანია JAKA სპორტი რომლის პროდუქციაც არის ძალიან მრავალფეროვანი და არა მხოლოდ სპორტულ სეგმენტში შეიძლება გამოიყენოთ, არამედ ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც შეიძლება ეს პროდუქცია მოიხმაროთ, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს, რაც შეეხება ჩემს სტუმარს საფეხბურთო კლუბ რუსთავის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რესპონდენტი ქართულ ფეხბურთში. სხვათა შორის დღეს როგორ ბრძანდებით? გამარჯობა. კარგად, მადლობა ღმერთს, თქვენ ხომ ხართ კარგად? კარგად. ეთილი იყო ჩემი ფეხი თქვენ გადაცემაში და დიდ წარმატებებს გისურვებთ ბევრ მაყურებელს და მივესალმები ასევე თქვენ მაყურებელს და ღმერთმა გიმრავლოთ მაყურებელი. დღეს ვიხსენებდით თქვენს ბოლო სტუმრობას ჩემთან, ეს იყო რადიო ჯაკოში 2016 წელს. როცა თქვენ სამტრედიასთან ერთად გახდით ჩემპიონები. კი ბატონო. გახსოვთ ეგეთები? რა, სურათები თქვა, ბენთან ერთად. ძალიან ვარსკვლავურ ბენჩი ვზივარი. კი. ძალიან მეტი. ბუდუზი ვზივაძე, ბაჩანა არაბული და დათუნაშვილი. გიგუშა, ხო, დათუნა. ხო. კაი დრო იყო. რაც შეეხება რუსთავს. სამტრედიის დაძველ ამბებს მიუბრუნდებით კიდევ. მეორე პოზიცია პირველი წრის შემდეგ დაიწყო მეორე წრე. რამდენად ლოგიკურია ეს ყველაფერი? ხო, ნუ ლოგიკური პრეცედენტები არსებობს. თქმა უნდა. სოფლიო ფეხბურთში ამ კონკურენციის პირობებში პირველი ლიგიდან გუნდი გადმოსულიყო უმაღლეს ლიგაში და იქ დასაწყისში წარმატებული ყოფილიყო და შეიძლება ბოლოში წარმატებული იყოს. ანუ ეს რაღაცა გასაკვირი და ნონსენსი არ არის, მაგრამ ეს როგორი რაღაცა ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური მიზნის დასახვით და ამ მიზნის შესრულებით ვართ ამ მდგომარეობაში. მეორე ადგილზე ვართ. პირველი წრე ჩამთავრდა, საუკეთესოდ შეიძლება ითქვას. რაღაცა ხე ჩვენ რო ვიყოთ მაძიებელი ოქროს მედლების, დაუშვათ პირველ ადგილზე რო ფიქრობდეთ, ცოტა გულდამწუხრებული ვიქნებოდით. ოღონდ ცოტა, იმიტომ რომ ისეთი თამაშები ჩაგვიარდა დაუშვათ რომელსაც მოგებოდათ 100% გეგმავდით, მაგრამ მოვიგეთ ისეთი თამაშები, რომელ გუნდებთანაც განსხვავდება მიზნები. ხო, რას ვაბურო, პირველ ადგილს რატო ახსენე, რომ ვიქნებოდით გულდაწყვეტილი, რომ იმათ რატო ვერ მოვიგეთ. თუმცა მაინც მიზანი ბოლოშია, დეკემბერში ცხადდება და ჩვენ წელს არ ვეძებთ ოქროს მედლებს, ნამდვილად, იმიტომ რომ რუსთავის თვითონ საფეხბურთო კლუბი რუსთავი არის გეგმით, კლუბი რომელსაც აქვს გეგმა და ეს გეგმა, რა თქმა უნდა, შემდგარი არის ხელმძღვანელობისგან და რა თქმა უნდა, ჩემთან შეთანხმებული ერთად სპორტულ მხარეს გულისხმობ და მიზან მიმართულად ნაბიჯ ეტაპობრივად მივდივართ წინ. ეს შედეგი, რა თქმა უნდა, მთავარი პროფესიულ დონეზე შედეგია და ძალიან ბედნიერები ვართ, თუ დღეს აქ ვიმყოფებით. თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა არის მაისი, ხო, არ არის დეკემბერი. ნიშანდობლივი იყო ის, რომ გასული სეზონის ბოლოს ჩემთან სტუმრად იყო თქვენი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბაჩანა ცხადაძე და მე მას მაშინ ვკითხე მიზნების შესახებ, რა იქნებოდა მთავარი მიზანი ეროვნულ ლიგაში და ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ჩვენ ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას არ ვაპირებთ. ჩვენი მიზნები არის იმაზე მეტი. კი ბატონო. ჯერჯერობით მიზანი და მოცემულობა ერთმანეთს ემთხვევა. რამდენად არის გუნდში რესურსი და თქვენ ამას ყველაზე კარგად გრძნობთ, ბუნებრივია, რომ თქვენ საუკეთესოთა შორის აღმოჩნდეთ სეზონის ბოლოს. იცი რა არის, არ გამიკვირდება, სიმართლე გითხრათ, ეს არ გამიკვირდება, ეს აზრი წარმოიქმნა ამ ჩვენი გამრილი გზიდან.
მაგრამ ერთი რაღაცა არის, რომ ჩვენ კიდევ ახსენე გეგმა და ბაჩოზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი ხანია ვიცით, რომ ბევრ ადგილას მაქვს ნათქვამი ამ სატელევიზიო სივრცეში, პრესაში და ავიმეორებ ახლა სიმართლეა ეგ, რომ დიდი ხანია ვიცით, რომ როგორც ფეხბურთელს ვიცნობდი, მე მოკლედ რაღაც ურთიერთობა გვაქვს, აზრები ყო, როცა აღარ იყო ფეხბურთელი ყოველთვის ხვდებოდით, ხან გადაკვეთის წერტილი ქონდა და მუდმივად ხა ძირითადად სასაუბრო თემა ფეხბურთი იყო და ძალიან ბევრ რაღაცაში აი ისეთ ნიუანსებში ვემთხვევოდით, რომ აი მწვრთნელის ინტერესი რო უფრო გათვალისწინებულია, ხო საუბარი მიდის დაუშვათ რაღაცა და აი კაცი რო გელაპარაკება და რო ხვდები რომ ვაჰ, ნახე რა კარგად ფიქრობს შენთვის რა. ხო და მადლობა გმერ დღესაც ეგრეა, მივდივართ ეგრე და ეს გეგმა აქვს, ძალიან გონება გახსნილი კაცია, შეიძლება არა აქვს ძალიან დიდი გამოცი 10 წლეულობით არ უმუშავია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქართულ ფეხბურთს აკლია ბაჩუსტაინი მენეჯერები და რაც უფრო მეტი ახალგაზრდა თაობა წამოვა, კიდე მოდიან სხვებიც ახლა სახელმწიფოებს არ ვიყი, ახლა უშუალოდ მუშაობ ბაჩო პრაქტიკას იღებს, მივიდა მესამე ლიგაში იყო თუ არ ვწდები და ნუ მოკლედ ამ გზას გადის რა და სწორად გეგმავს ახლა ბევრი ქებადიდება არავის არ უყვარს და არც მინდა ბევრი ვისაუბრო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომავლისთვის საქართველოში იქნება ერთ-ერთი ისეთი მენეჯერი კიდე უფრო მეტად რომ გამოცდილებას მიიღებს და რა თქმა უნდა შედეგებიც ექნება, მერტბაკნას ერთად კონდეს, ძალიან ძლიერი მხარე იქნება ამ სფეროს სპორტული მენეჯმენტის. რაც შეეხება თვითონ თქვენ დასულ შეკითხვას და მიახლოებულს პასუხთან, ხო ჩვენ გქონდა გეგმა, ეს ჩვენი გუნდი არის, ახალი გუნდი უმაღლეს ლიგაში, უმეტეს ფეხბურთს აღარ 70% ფეხბურთელების იყო დავტოვეთ ის ხალხი, ვინც პირველ ლიგაში თამაშობდა, ქართველებიც, უცხოელებიც, ქართველები მეტლაგრიმად ნაცნობი ფეხბურთელები არიან, ხო გვარებს არ ჩავართ უმაღლეს ლიგაში ნათამაშები, თუმცა მაღალი მიზნებისთვის თითქმის არავის არ უბრძოლია. და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ეგ არის, რომ ერთი წელი გავიდა და მე ჩვენი მისვლიდან ეს გეგმა, სათამაშო სტრატეგია, მიმართულებები ყველაფერი რა თქმა უნდა ემთხვეოდა ეს ახსენე ბაჩო და იცოდა ჩემი გემოვნება, ესე ვთქვა, ცოტა ისეთ ენაზე რო ვთქვა არასპორტული. და ნელ-ნელა ჩვენი უპრეცობა ეგ არის, რომ ეს გუნდი არის შეკრული, ბირთვი შევინარჩუნეთ, ვიღაც ფეხბურთელები დავამატეთ, წერტილოვნად, ესეც მწვრთნელი არაფერს არ წარმოადგენს კლუბში. კლუბს რატო ვიძახი, რომ ნაკრებში უფრო მეტი სხვანაირი შესაძლებლობებია. კლუბში თუ არ დამხმარე არ ყავს ხელმძღვანელობა, მენეჯერებს გულს ზოგ სპორტული დირექტორი ქვია, ზოგს მენეჯერი ქვია. ხო აი გამორიცხულია, რაც უნდა ძლიერი მწვრთნელი იყო, თუ ერთ აზზე არ ახარ, პირველი დასაყრდენი ძალა არის დამხმარე, ესე ვთქვათ, არის სპორტული დირექტორი, ხო? ეს ფეხბურთელი შერჩევა ეხა პირველად ვარ გუნდში, სადაც მე ვარ განთავისუფლებული ამ მდგომარეობიდან, რომ მე ფეხბურთელებს არ ვეძებ, არ მომყავს, რა თქმა უნდა, ჩემი ფეხბურთელები ისიც დარწმუნებული ვარ. ხა მადლობა გმირ, ჯერთი ასაკში არიან უკვე და თავი გზაზეთ განან, მაგრამ ის აღარ მინდა გვარები და სახელები ისე არიან, რომ უმეტესობა სალვაგარი თამაშობს და მე ხა ფეხბურთელის მოყვანა რუსთავში არ შემიძლია. ჩემი რესურსი არ მაქვს და ეს უცხო არ არის მსოფლიოში ყველგან თითქმის ეგრეა, რომ კლუბი უზრუნველყოფს კლუბის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს კლუბს ფეხბურთელებით. ხო, აი ბაჭო. მაგრამ თქვენ უთითებთ მას. რა თქმა უნდა, ეხა ეგ პოზიციაზე ხომ? მაგი ეხლა ეგ არც განიხილება. ერთობლივად. და ვინც გავადლიერეთ გუნდი იმ დონეზე, რომ დავუშვათ სუსტი მხარეები პირველი ლიგიდან გამომდინარე ჩავანაცვლეთ გამოცდილი ახალი ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები და ეს პროცესი ჩვენ ვთქვით, რომ ზაფხულამდე პირველი წრის ბოლომდე აი ესე დავიწყოთ. იმიტომ ვიძახი, გეგმა არის უნიშნელოვანეს ფეხბურთში. საკლუბო ყველგან, მაგრამ საკლუბოში გეგმის გარეშე გამორიცხულია წარმატება და შედეგი. და ჩვენი გეგმის პირველი ნაწილი არის ზაფხულამდე აი ეს გუნდი შევკრათ, შევინარჩუნეთ, შევკარით, დავამატეთ და მერე ზაფხულში ახლა რომ გავა ერთი თვე დარჩა, ხო? თუ რაღაც თვე ნახევარი, პაუზამდე ივლისი 24 ივნისამდე, მერე უკვე შევხედავთ რა ეტაპზე გადავალთ ფეხბურთელების მდგომარეობაში, გაძლიერება, ანუ ამაზე სატოსაუბრობ, რომ კიდე ზრდის პროცესია გუნდი ყველანაირად აბსოლუტურად რა, დაწყებული ფეხბურთელებით, დამთავრებული ინფრასტრუქტურით და თვითონ კონტინგენტი, ფსიქოლოგი მოვიდა, მე პირველად მიწევს მუშაობა სპორტულ ფსიქოლოგთან, ახალგაზრდა გოგოა, რომელიც ჩემდა გასაკვირად ძალიან კარგად მუშაობს და სპეციალიზირებულია სპორტზე. კი, სპორტული ფსიქოლოგია, კი, სწავლობს, სადღაც აქ გავლილი განათლება
სპორტულ ფსიქოლოგიას გულისხმობ, თორე ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვეულებრივი ფსიქოლოგი და სპორტულ ფსიქოლოგი შორის და კიდე ფეხბურთის სპეციფიკა კიდე ცალკე არის. მეც რაღაც დონეზე, არა პროფესიონალური დონეზე, მეც ვარ გაცნობილი ამას. საერთაშორისო ლიტერატურასაც იქ დოკუმენტურ ფილმებს და ქართულ თვითონ ამ მიმართულებას ფსიქოლოგიის, მაგრამ რა თქმა უნდა, არა როგორც სპეციალისტი. რაღაც ესე ვთქვათ, კანონები ვიცი. და ამ ქრივათაც პირველად მომიწია მუშაობა და რა თქმა უნდა ბაჩოს ინიციატივა იყო ხელმძღვანელობის კლუბის და რომ მითხრა მივიღე, იმიტომ რომ თვითონ ფეხბურთელები ახალგაზრდა თაობა ხო რა ძნელი რა მდგომარეობაშია, რომ უნდა რთული პროფესია რატოა ერთ-ერთი, რომ უნდა მოახერხოს გარკვეული რაოდენობა ადამიანების ერთ აზრში მოქცევა, ხო? ხო და ფსიქოლოგი ხა კლუბში როგორც დამხმარე ჩვეულებრივად როგორც მეკარეების მწვრთნელი, როგორც ფიზიკური მწვრთნელი, როგორც ასისტენტი, ჩემი გადმოსახედიდან და მქონია უცხოელებთან კომუნიკაცია მწვრთნელებთან და იმათგანაც დასტური მქონია, რომ არის როგორც დამხმარე მწვრთნელი, რა თქმა უნდა, თავის ფსიქოლოგია მეცნიერება, იმას თავის ყველა მეცნიერებას თავისი კანონია. მოკლედ, ბევრი რო არ ვისაუბრო ამაზე, აქაც ჩემთვის ახალია და ძალიან კმაყოფილი ვარ მაგითი და ეს ახალგაზრდა გოგო, რომელიც მე მგონი ჩვენთან დგას პირველ ნაბიჯებს, ძალიან ნაყოფიერად მუშაობს, იმიტომ რომ თვითონ ფეხბურთელებთან ურთიერთობა, ფეხბურთელების დამოკიდებულება და ეს წარმატება რო არის, როგორც მარტო მთავარი მწვრთნელის დამსახურება არ არის, ეს არასოდეს არსად, იმიტომ რომ გარშემოყოფი ადამიანები, ფეხბურთელები პირველ რიგში, მაინც ესე ვეთქვი, იმიტომ რომ ფეხბურთელი ასრულებს ყველაფერს. მაინც ესე ვაყენებ წინა პლანზე ყოველ ფეხბურთელს ვაყენებ და დანარჩენი გარემო თავარითელი გეგმავს გაათვალისწინებს. თუმცა ის ატმოსფერო რომელშიც მუშაობს ფეხბურთელის დამწყნელის ხო? აი გამორიცხულია დაწყებული 6 წლის ბავშვებიდან დამთავრებული პროდონეზე თუ არ არის გარემო, აქ ფულს არ გულისხმობ მე და მილიარდებს, ხო? გარემოს მართალი ყოფა, სიმართლე, არა ტყვილი, შეიძლება ადამიანს შეეშალოს, ღმერთის გარდა შეუცდომელი არავინ არ არის. მოკლედ ამ ხრივ არის ესეც გეგმის ნაწილია და ესე მიუყვებით ნელ-ნელა რა. მადლობა ღმერთ დღეს ყველა გახარებულები ვარ და ამაზე ვსაუბრობ და ვაგრძელებთ ამ გეგმას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამ წარმატებასაც თავის საფრთხეები აქვს და მაგაზე არ ვილაპარაკებ ახლა საფრთხეები, მაგრამ მაგ საფრთხეები თითქმის ვიცით ჩვენ რა არის და წინასწარ პრევენციას ვახდენთ, რომ ეს არ დაგვემართოს, რომ ცუდ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ და იმედი არ გამოგვეპარება არაფერი. დღევანდელი მოცემულობით საქართველოში მე ვფიქრობ, რომ რუსთავი არის ერთ-ერთი ყველაზე შეკრული გუნდი. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კლუბში მარტო ფინანსები არის აუცილებელი, შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იყოს, მაგრამ მარტო ფინანსები წარმატებას და ქართულ ფეხბურთში გვაქვს ამის მაგალითები, როცა შეიძლება ფინანსებიც არის, მაგრამ არ არის სპორტული შედეგი. კი, რა თქმა უნდა, არის ხო, იცი რა, მარტო ეხა ადრეც ყოფილა ეგეთი მაგალითები, ხო? აი საკლუბო ფეხბურთში არ ვარ წარმატებულები ჩვენ და სამწუხაროდ და ყველა წინს ეგ, ხო, მაგრამ მარტო წელს და შარშან და ეს ბოლო 3-4 წელი ადრეც იყო, ხო, შეიძლება ეხლავე რაღაც რაოდენობა მეტი გუნდებია ეგეთ ფინანსურად ძლიერი და წარუმატებელი, მაგრამ ადრეც იყო რა, 1-2 გუნდი ყოველთვის იყო ფინანსურად ძლიერი. შესაბამისად დროიდან რა. ორ მართვა მენეჯმენტი არის უმნიშვნელოვანესი. მწვრთნელი ძალიან ბევრ ამას წყვეტს, ეხლა რა თქმა უნდა მაგას საუბარი და დიდი პასუხისმგებლობა აქვს და შედეგი არის ფეხბურთელებზე და მწვრთნელზე, მაგრამ ეგ ყველანაირ გუნდში მიმუშავია თითქმის. და გარემო არის ყველაზე მთავარი რა. აბსოლუტურად ყველაზე მნიშვნელოვანი არის გარემო, რომ ყველა იყოს კმაყოფილი, უბრალოდ კმაყოფილი კი არა, ყველა თავს გნობდეს სამართლიანად რა, რომ რეალობას ახლა კმაყოფილი შეიძლება არასოდეს ადამიანს გააჩნია, ხო, შეიძლება გინდა და ეგრეც არ არის ხა, რომ გინდა ცოტა პერიოდი უნდა გეკუთვნოდეს, რაღაცა გამოჩნდეს, საერთოდ ზოგადად ვიმაჩნია, რომ ყოველგეთ ჩვენი პროფესია ეგრეა, რომ მწვრთნელი და ფეხბურთელის ყოველდღე უნდა ამტკიცებდე, რომ გუშინ წარმატება იყო, ის ფურცელი დაიხურა, ახალი ფურცელი მოდის და მაგისთვის მზად უნდა იყოს ყველა, რომ ყოველი დღე უნდა იყოს წარმატებული და წარმატებული. ამას არ გამოდის, ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ, როგორც მე, ისე ყველამ ეს მარტო მწვრთნელზე იმას არ ვეთანხმები, ხო, ყველაფერი მწვრთნელი ბრალე გამოვედი და ჩემი ბრალია და დამხრიტეთ და ჩამომაგჩეთ, მაგასაც არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა კარგზეც და სულზეც რა. თავარია რომ იყოს ერთიანობა და მე ყველაფერი
ბოლო მატჩი ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ ქუთათელაძეების ესე ვთქვათ კომბინაციით შექმნილი გოლი რომელმაც დააწინაურა რუსთავი ამ შეხვედრაში და პრაქტიკულად მატჩის მიწურულზე შეგეძლო თქვენ ამ თამაშის მოგება და სამი ქული ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულის წამოღება რა დააყდა რატო რამდენიმე წუთიანი კონცენტრაცია რატო დაკარგა გულმა ჩვენ რო შედეგი საერთოდ ყველა კლუბს რო შედეგი არ აქვს რაც უნდა ის რა თქმა უნდა მოწინააღმდეგეა დამნაშავე ხო ამ შემთხვევაში უნდა ითქვას ტორპედო ქუთაისის შევაქოთ რა წვრთნელით და ფეხბურთელებით რომ 10 კაცით ქონდა ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობა ბევრი გოლის გატანა ბევრის როგორ ნუ შეგველ ვერძემეთი გაგვეტანა ხო სადღაც გაუმართლათ მაგრამ ფაქტია რა რომ იმან იმუშავა რაც ტორპედოს თელმა დაგეგმა და ფეხბურთელები ყავს ნამდვილად ძალიან მაღალი დონის ეხლა მე უმეტესობასთან მიმუშავია და ზოგი საერთოდ ჩემ ხელში გახდა ფეხბურთელი და ნუ ჩვენ სასიკადულოდ უნდა ითქვას რომ თანაბრად როდი ესე ვიტყვი რომ თანაბრად ვეთამაშეთ რა სხვა მიზნის მქონე გუნდს და რაღაც დონეში სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი რომ აჯობეთ რა განაპირობა ეს კონცენტრაციის დაკარგვა და ეს გოლი ბოლო წუთებზე რომ მათ გვაიძულეს ეს მათ დაგვაკარგიეს კონცენტრაცია და გაგვიტანეს გოლი და ნუ არ გამგვირვებია ახლა ხო ხო და მე ვფიქრობ რომ კარგი თამაში იყო ახლა ჩვენთვის ახლა ძალიან დამწუხრებულები წამოვედით ხო გვინდოდა რომ სამი ქულა აგვეღო იმიტომ რომ მე მიზანზე ვსაუბრობ ახლა ჩემპიონობას არ ვთვლით მაგრამ ყველა თამაში მოედანზე რო გავდივართ ვიღაცა ჩემპიონობა უნდა ეგ ჩვენს არ გვაინტერესებს ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ იმიტომ ჩემპიონობის გეგმა რო გაქვს როგორც აი დღევანდელი გეგმა არის იგივე გეგმა არის იმ ჩემპიონობისაც ვერცხლის მედლის ბრინჯაოს მედლის თასის ასე შემდეგ და შესაბამისობა უნდა და ჩვენ მოკლედ შენებაში ვართ ამ გუნდის რა მეც ვიღებ მონაწილეობა და მადლობელი ვარ ამ პროცესში ვართ ძალიან კარგია ყველა გოლში პრინციპში თქვენი გუნდი უბრალოდ ქუთათელაძეები მინდა გამოვყო ეს არიან ბავშვები არ ვიცი ვის ახსოვს ვის არა პარის სენ-ჟერმენის აკადემია გამოვლილი ძმები ხო ლილიდან დაწყებული მე ვიცი ქუთათელაძეებს ვიცნობ ძალიან ახლოს მათ საფეხბურთო კარიერა ვიცი ზედმიწევნით და უნდა ითქვას რომ აი ისეთი სკოლა აქვს გავლილი რომ წესი და რიგით შესამჩნევია ეს საწვრთნელ პროცესში კი არის შესამჩნევი რა თქმა უნდა უბრალოდ როგორი რაღაცა იცით საქართველოს ჩემპიონატი ჩვენ შეიძლება არ გავდივართ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ წელს და არ შეიძლება კი არ გავდივართ შეიძლება კარგია მაგრამ არ არის იოლის სათამაშო ხუთადღეზე ნიკოლოზი გამოსტილია უკვე აქ ანათამაშები დიდი ფეხბურთი მაგრამ რაც შეეხება ალექსანდრეს ძალიან ნიჭიერია და ახალგაზრდაა და გამოცდილებას ეხლა იღებს ჩვენთან რომ მოვიდა ამ დონეზე ნათამაშები არ ქონდა საერთოდ ნავარჯიშები იყო შეკრებადეთ ნამყოფი იყო რუსეთის უმაღლესი ლიგის გუნდთან ერთად მაგრამ აი ესე თამაშებში ამდენი ამხანაგური თამაშები ავიღოთ ეხლა ნიკუშ სანდრო გამოჩნდა გუშინ შედეგიანი გადაცემა გააკეთა რაც პროფესიონალ დონეს ჭირდება ხო 5 წუთს რო ითამაშო ყველა იქ რო შედით ფეხბურთელი ასაკს მნიშვნელობა არ აქვს ისეთივე მოთხოვნა არის ფსიქოლოგიურად და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვინ ძირითადში დაიწყო თამაში ისეთივე მოთხოვნა არის აბსოლუტურად და აქამდე არ უწევდა თამაში სიტუაციიდან გამომდინარე ხო ცოტა არც ხვალდაზე მოუწევს ახლა ისე თამაში როგორც სხვა გამოცდილ ფეხბურთელებს მაგრამ ამხანაგურ თამაშებში ყველა ამხანაგურ თამაში მიიღო მონაწილეობა შეკრებაზე და ანუ ეს რას ვიძახი რომ ნელ-ნელა ვითარდება რა და შედეგი ახლა ალბათ კარგად ვიმუშავეთ რომ მოახერხეთ თვითონ ხასიათი არის მთავარი ძალიან გაუტეხავი ბიჭები არიან აი ძალიან კონცენტრირებული და ის სკოლა რაც გავლილი აქვს ახლა საფრანგეთში ლილიდან დაწყებული კიდე იყო რაღაცეები მაინც ისეთ ტოპ გუნდებს ვიტყვი ლილი არის ერთ-ერთი სოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო აკადემია ხო ჩამოვთვალოთ ფეხბურთელები შორს წაგვიყვანეს და იქ ეს ბიჭები წამყვან პოზიციებზე იყვნენ და გაიარეს ეს 19 წლამდე სხვადასხვა კლუბები PSG-ს მონაკოს ასე შემდეგ და მაგრამ რომ თავდება ეს ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთი მე პროფესიონალ დონეზე თამაში გამოცდილება სულ სხვა არის ვარჯიშიც სხვა არის და უშუალოდ თამაშიც კიდე სულ სხვა რაღაც არის იმიტომ რომ ვარჯიშზე რაც უნდა გამორჩეული იყოს ის არის ფეხბურთელს ვერ მიიყვან თუ გამორჩეული არ არის მაგრამ
კიდე თამაში კიდე სულ სხვა რამ არის და ეს ყველაფერი არის ეტაპობრივად რა, ნელ-ნელა და გარემო მეტყველებს მაღაზე რომ ნელ-ნელა მიდის, ხო, ეხლა გუშინ ეს ერთი თამაში იყო. ნიკუშაზე მინდა ვთქვა რომ გუნდში მე ფეხბურთელი რომ მოდის, იმიტომ მოდის რომ აუცილებლად შედეგი უნდა მოიტანოს, იმიტომ რომ კლუბი არის მთავარი. ჩვენ რაც არ უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ კეთილდღეობაზე, მწვრთნელები, ფეხბურთელები, თუ პირველ რიგში კლუბის კეთილდღეობაზე არ ვფიქრობთ, რომ ის კლუბი იყოს წარმატებული თავის გეგმაში, ავტომატურად მწვრთნელი და ფეხბურთელის კეთილდღეობაც გვერდზე გადადის. ხო, ამიტომ მე ყოველთვის ჩვენი გუნდი ეგრეა შეკრული, რომ ჩვენი ამომავალი წერტილი არის საფეხბურთო კლუბი რუსთავი თავისი გულშემატკივრით. და იმიტომ არიან ეს ბიჭები, არა მარტო ქუთათელაძეები, სხვაებიც, თითქმის ყველა ფეხბურთელი ახალგაზრდაა. ეს აფრიკელები, ბრაზილიელები 23-24 წლები და კიდევ უფრო დაბლა, ხო? ყველა არის იმითი განწყობილი, რომ იმ განწყობით, რომ აუცილებლად შედეგი მოუტანონ კლუბს. და ეს ახლა ნერან მიზანმიმართულად მიდის. ნიკუშას რაც შეეხება, ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და სამწუხაროდ არ ქონდა სამწუხაროდ დიდი გამოცდილება ესე თამაშების და რთულია ეს ფეხბურთელისთვის ძალიან. და ჩვენთან ახლა მოვიდა და ვენდეთ და ახლა გუნდში არის, ნიშნავს რომ გუნდის ნაწილია, ხო? კიდევ მეორე სანდროს ფუნქცია სხვა არის, ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ნიჭიერია და როცა ის 18 კაცია და თამაშობს, იმისგან იგივე შედეგს ვითხოვთ, როგორც ნიკუშასგან, როგორც პაპუნა ბერუაშვილისგან თავის პოზიციაზე, როგორც ბაცაციასგან, ახლა როგორც ჟანისგან, აბსოლუტურად ისე, მაგრამ მაინც სტატუსი სხვა აქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელია, გამოდის ნიკუშა არის ჩვეულებრივი ნაწილი გუნდის, შეიძლება ზოგჯერ ძირითადში იყოს, ზოგჯერ არ იყოს, საერთოდ ფეხბურთში ჩემ ფეხბურთელებმა იციან და ახლა ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ მგონია ვინმე შემეწინააღმდეგოს, რომ 11 კაციანი გუნდი არ არის ის გუნდი, რომელიც თulis რომ 11 კაცით გავა ფონდს და შეცვლაზე მდგომი ფეხბურთელები არ არიან ის იგივე მნიშვნელობის, რაც ძირითადში მყოფი. ახლა ფეხბურთელს რო კითხო, რა თქმა უნდა, ეგეთ ფეხბურთელს გუნდში არ გავაჩერებ, რომ უნდოდეს და უშუალოდ სკამზე ჯდომა, ხო? ყველას უნდა ძირითადში თამაში, ეგ მაღაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იქ ფეხბურთელი რომელიც ზის სკამზე, ხო? იმას ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი სარგებელი მოაქვს შედეგისთვის, ვიდრე ძირითადში მყოფს. ამიტომ თანაბარია რა, ეგ ანუ 11 კაცი არ არის გუნდი. ამ მნიშვნელობას აგრძნობინებთ ხოლმე ფეხბურთელებს? რას? აი ამ მნიშვნელობას აგრძნობინებთ ხოლმე ფეხბურთელებს, რომლებიც იმ მომენტში საკუთარ სკამზე ზიან. ეს მნიშვნელობა კი არ არის. ეს არ მგონია ხა რაღაც ახალს ვიძახოდი, ყველა მსმელი ალბათ ეგრეა, თავს პატარა სხვაობები და ეს ყველაფერი მე საერთოდ ჩვენ როგორც მე თემური ჩემ გარშემო მყოფი, მე და თემური ძალიან დიდი ხანი ერთად მოვდივარ და ერთ აზრზე ვარ და სადაც მივდივართ ამ ჩვენ კონცეფციას, როგორც ამ სტრატეგიას, კონცეფციას, რავი, ეს ცოტა ესეთი სიტყვები შეგვიძლია ვიხმაროთ. წინასწარ ვეუბნებით ხელმძღვანელობასაც, სანამ კონტრაქტზე ხელს მოვაწერთ, სანამ ფინანსურ საკითხებზე გადავალთ, სიტყვაზე ვამბობ, ხო, ფინანსური საკითხები. ამას ვეუბნებით, რომ ჩვენ ესე ვფიქრობთ, ესე გვინდა, რომ გავაკეთოთ, დაგვიძახეთ, დაგვიქირავეთ, ესე გვინდა, რომ წავიყვანოთ. თქვენ გაწყობთ ეგ, კი გვაწყობს, მე უკვე პირადი რაღაცა და ხელს იგივეს ვაკეთებთ მე. უკვე შეკრებაზე ფეხბურთელებთან, ახალ გუნდს გულისხმობ რა, რომ ფეხბურთელებთან ერთად მიდის საუბარი ამას ყველაფერს აბსოლუტურად ახლა მაღაზე არც მოუყვები, იმიტომ რომ არც არის ჩემი ყველაფერს ხო არ ვიტყვი, არ მინდა რომ ვილაპარაკო, თან ძალიან დიდი დრო უნდა რომ აბსოლუტურად ყველა ნიუანს ფეხბურთელს უხსნით, სანამ ვარჯიშს დაიწყებს, ფიზიკური, მენტალური და ფსიქოლოგიური ყოფიდან დაწყებული, ფიზიკური დამთავრებული, ტაქტიკური, ტექნიკური და მე რო შევთანხმდებით, რო გვეტყვია ფეხბურთელები, რომ კი ჩვენ თანახმა ვართ მაღაზე, ჩვენთვის ეს მისაღებია, ჩვენ არაფერს არ ვატყუებთ, ისინიც არაფერს არ ვატყუებენ და მე იწყება ეს მუშაობა რა. და ამაში კიდე გამეორდები. აუცილებელი არის ფეხბურთელები და მსმენელები რო შეთანხმდებიან და ხელმძღვანელობა რო შეთანხმდება, მაინც ყველაზე მთავარი მართველი რგოლი არის ხელმძღვანელობა. მენეჯმენტი რა, რა თქმა უნდა, მფლობელი, პრეზიდენტი და მე შესაბამისად ახლა სტრუქტურულად ხანსად როგორ არის, როგორ. იმიტომ რომ ეგეთ გუნდებშიც ყოფილ ვარ. ეხლა კონკრეტიკა რომ მომთხოვოთ, არ ვიტყვი, გამორიცხულია, რომ რაღაცები შევთანხმებულ ვართ და მე არ გამოსულა და ჩვენ ხელი შეგვშლია ჩვენ მუშაობაში, ეს არ არის ფინანსურ მხარეს არ გულისხმობ. სხვადასხვა გარემოებების
გამო. რაღაცა ლოჯისტიკური ხო და მე აღარ გამოდის რა, მეც ზიანდები რა თქმა უნდა, კლუბი ზიანდება. იმიტომ რომ შედეგი არ არის, რაღაც ფულს თუ ხარჯავს, ის ფული HR-შია გადაყრილი, ხო? სიტყვაზე ვიძახი, იმიტომ რომ ეს ფინანსურ მხარეს ახლა 21 საუკუნეში ფეხბურთი ხო მარტოს უამბობ, მაგრამ სპორტი არ არის მარტო, ახლა სოციალური მოვლენაა და ხო როგორც რაღაცას არავის არ ეწყინოს, მაგრამ ყველაზე პოპულარულია რა. ხო და ამ ნიუანსებს მნიშვნელობა აქვს რა და ამითი იკვრება ეს ყველაფერი და ნუ მე თავი გამოდის რა სამწუხაროდ საქართველოში აი საკლუბო დონეზე ევროპაში რო აი ვერ ვარ ძალიან რაღაცა ხან გაუმართლებლობა ხა ეს არის ყველაზე ესეთი ტკივნეული ადგილი თორე შიგნით ახლა ზოგი თამაში ისეთია რომ მე მაგალითად ყოველთვის უკმაყოფილება მაქვს რა ეხა იმას სპეციალურად რაღაც თამაში კი არ გულისხმობ რომ შეიძლება თამაში მოგებული ქონდეს მაგრამ მაინც უარყოფით მხარეებს ეძებ რომ აი რა დავაკელით რა უფრო ჯობდა რომ ეს მუდმივ პროცესში გამოვასწოროთ ხვალ უკეთესებები იყო მაგრამ მაყურებელისგან გამიგია რომ რაღაც არის ზოგი თამაშები რომელიც ლამაზი სანახავიც არის ინტენსივობით ხა დაძაბულობა ყველგან არის შიგნით ეგ არის იდეალურად არის როგორც ინგლისში ეგრე ესე ვთქვათ მოდი შიგნით მაგრამ აი გარეთ უკვე ცუდად არის და მაყურებელია ხალხი ცოტა ხალხი და ეგ არის ძალიან ბევრ კლუბში გიმუშავიათ მათ შორის ნაკრებში მოკლედ პირველი შემთხვევა არ არის თქვენი კლუბიდან წამოსვა მაგრამ ძალიან რეზონანსული იყო მაინც ქუთაისის ტორპედოდან თქვენი წამოსვა იქიდან გამომდინარე რომ თქვენ რეალურად წამოსვა არ გინდოდათ მაგრამ მოგიწიათ იმ ზეწოლის გამო რაც იყო თქვენზე მოკლედ არ მიგიღოთ ქუთაისურმა პუბლიკამ თქვენ თავიდანვე რა მიზეზი იყო რა ანუ ამაზე არ ვიცი არც დეკლარირებული ყოფილა ეგ ამბავი და ნუ უბრალოდ არ მიგიღოთ რამდენად პრინციპული იყო ის რომ წელს თქვენ ქუთაისის ტორპედოსთან გაქვთ როგორც მწვრთნელისთვის გაქვთ დადებითი ბალანსი პირველი ტურის მატჩი არ იყო ქუთაისთან გადადებული იყო პირველი მაგრამ პირველი ნუ გახსნითი თამაში მაინც ქუთაისთან გამოგივიდათ და მოგება პირველივე და ეხა ბოლო თამაშიც ნუ არ წააგეთ ქუთაისში. საერთოდ პუბლიკა როგორ შეგხვდათ ქუთაისში, ეგ მაინტერესებს. მე ესე დავიწყებ, რომ რუსთავის თამაშის გარდა, როცა რუსთავს ეთამაშება ტორპედო, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველგან. არანაირი თუ კი რამე მე ესე ვფიქრობ რა ნიკო, რა საერთოდ წარსულზე ლაპარაკი არ მეყვარს, იმიტომ რომ ყოველთვის თუ კი რამე პასუხია სადმე გადაცემი იმ მომენტში ვცემ ხოლმე თუ არ გავეცი მოკლედ ამიტომაც მე თქვენ ძალიან გაფასებ თქვენ ამ თვისებას ძალიან ვაფასებ ერთი რაღაცა არის ყველაზე მთავარი რა რომ მადლობელი ვარ ყველას იმიტომ რომ მე თვლი ეხა თავს დღეს როგორც θέλად უფრო ძლიერად ვიდრე ვიყავი ქუთაისში ვიდრე ვიყავი ლვოვში ვიდრე ვიყავი სამტრედიაში ვიდრე ნაკრებში ვიყავი ესენი რომ გავიარე იქ წარმატებული იყო, წარუმატებელი იყო, არავის არ დამიბრალებია, მე ყოველ ჩემთავს ვაბრალებ თუ კი რამე ჩემთვის ასიკე თუ არ არის და დასკვნები გამომაქვს და ეს არანაირი პრობლემა არ არის საერთოდ. ასე რომ და არც არანაირი პრინციპულობა ეხა ქუთაისთან განსაკუთრებული მართლა ვიძახი აი შინაგანად არ მქონია. ერთადერთი ვისაც აი ეგეთი პრინციპული გულშემატკივრობა მაქვს საქართველოში კლუბებში არის სამტრედია რა. დღესაც გულშემატკივრობ და ეხა უკვე სხვა ლიგა რო ჩავდივართ ხოლმე ჩავდიოდი სათამაშოდ იქ რომ მივდიოდი აი სამტრედიის მიმართ ძალიან რაღაცა ვერ გავიქრე ეგ არა იქ რო ჩავდიოდი ხო უნდა მომეგო ყველა ვარიანტში ხო აბა რა უნდა მეკრე ხა მოწინააღმდეგე გუნდი როა მაგრამ მაინც აი შენ თავს რო იჭერ რა რომ იმათკენ ხო არ ახარ რო ფიქრობ რა ეხა ხომრობით რა თქმა უნდა დანარჩენი არავისთან ეხა ყველა გუნდი ტორპედო იქნება ბათუმი თბილისი დინამო თუ ერთი არის რომ ადამიანის ჩემი თვისებაც არის ხა ალბათ ფეხბურთელი ყველასი რომ და არ არის ხათო შორის ეგ კაი რომ ძლიერ გუნდს რო ეთამაშები არ აქვს მნიშვნელობა ტორპედო იბერია ავიღოთ თბილისი დინამო ბათუმი დინამო რომ უფრო გინდა რომ სულ რომ მადრიდის რეალში მუშაობდე და ბარსელონას ვეთამაშებოდე ბარსელონაზე მოგებას უფრო სხვა გემო აქვს ვიდრე რაღაცა რაიო ვალეკანო ხო ეგ არის რა მაგრამ მაგ შემთხვევაში ეგეც არის გასათვალისწინებელი რომ არის ხშირად როგორ ნუ არის რომ მერე კონცენტრაციას კარგავ იმ გუნდებთან ვისთანაც ეგეთი
ხასიათით არ გადიხარ და ის ყოველთვის უარყოფით შედეგს იძლევა. და ხშირად ეგეთ გუნდებთან უფრო კარგავ კი ბატონო, დიდ გუნდებს ეხლა ეს ცოტა იქ ზემოთ წავედით. დიდ გუნდებს მოძდით ეგეთი რაღაცეები, აი ტოპ კლუბებსაც მოძდით რა. დღეს ბაიერნი თამაშს უყურებდი და 3-0 დაგებდნენ პირველ ტაიმს და მე კი 3-3 დამთავრდა თუ მოიგეს შეიძლება. ჰაიდენჰაიმთან. ხო და ნუ ეხლა ხო სად ბაიერნი, სად ჰაიდენჰაიმი, ხო ყველანაირად, მაგრამ თქვენმა საყვარელმა ბუდუმ რო დუბლი შეერთა. არა, მანამდე იყო, რაღაცა თამაში იყო. არა, ბუდუს, ნუ მივწერე მიულუცე, ის იყო შეერიბლის ინსტინქტი გაუცოცხლდა ბოლოსკენ. მაგარი გოლი როგორიც უნდა შეეგდო, ისეთები შეაგდო, მაინც გააკეთა. აკეთა, ხო, იმიტომ რომ ეგ სენტიმენტები გვაქვს ეხა ერთმანეთს მიმართ, რომ იქ თავიდან ეს ახალგაზრდა რო იყო თემურის ხელში გაიზარდა, როცა მოვიდა ქუთაისიდან 35 სკოლა სანამ დინამოში წავიდოდა და იქიდანვე მაგ ფეხბურთელებს, მაგ თაობის ფეხბურთელებს, აი ყველას რო კითხოთ, გეტყვიან რა, უკვე ზოგი მწნელობას აპირებს, კიდე აქვს 1-3-4 წელი სათამაშოა. არა მარტო შიდა, სულ ყოველთვის უდებდით თავში და რატო უდებდით ჩვენ თავში, რომ თემური კიდე უფრო ადრე და მეც რომ ქართული ფეხბურთი რას წარმოადგენს დღეს ხო არაცხელია გვაჩვენებს რა. ხო და ეს ბედნიერები კი არა ჭუაზე არა ვარ, ისე მიხარია, მაგრამ არ მიკვირს, იმიტომ რომ თუ კი ვიღაცა ფეხბურთს თამაშობს, სოფლიოში ქართველებსაც შეგვილია და იწყება ბორის ბაიჭაძედან ეგ და ჩემი ახლო თაობა იყო დინამო 91-ის, მე რა თქმა უნდა ეს ჩემი ასაკის ფეხბურთელები აღარ ჩამოვთვლი ხა. და ჩვენ ეგრე შეუვლიათ რა, ხა ჩვენ შეგვილია მაგის თამაში. კვარაცხელია ღმერთმა ხელი მოუყართოს კიდე ბევრჯერ გაგვახარებს, მაგრამ ყველა პოზიციაზე შეგვილია ყავდეს კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი. მეკარეც ყავს, ცველი შეიძლება ყავდეს, ცველები, ნახევარმცველები, კიდე სხვა თავდასხმელები, მეტნაკლებად რაღაცაში. ეგ არის ჩვენი მიზანი ზოგადად ფეხბურთის, რომ მარტო კვარაცხელია არ იყოს, რომ ყველა იყო. წარმოგიდგენ ხა 11 კაციდან ყველა კვარაცხელიასნაირი ვერ იქნება, გასაგებია ცოტა ხა უტრირებ, მაგრამ აი სადღაც 70 როგორი ნაკრები გვეყოლება. ხო, რაზე შეიწარმოგენ კვარაცხელი მოდი ცოტა ვიოცნებოთ, რომ კვარაცხელიასნაირი დონის ყველა პოზიციის ფეხბურთელი რო ყავდეს, ხო? აი რა ნაკრები გვეყოლება. მე იმაზე კი აღარ ვიფიქრებთ, რომ ელიტრია, მე ვიფიქრებ ევროპის ჩემპიონატს მოგება, სოფლიოს ჩემპიონატს. ეს ეხა ცოტა утопიურ რაღაცას ვიზახი, მაგრამ ამის შესაძლებლობა და ნიჭი არის, ხო? თბილისის დინამოს თუ ამბობ დღესაც თქვი, რომ ლივერპული 78 წლის რო ჩავრთოთ თბილისის თამაში თანამედროვე ფეხბურთის დღევანდელი კლასიკა რაც არის, იქ იმის ნახაზები არის რა. იქ თითქმის ყველა კვარაცხელიასნაირი იყო, თითქმის ყველა. აი მაგას გულისხმობ რა. აი ეგეთი დონის ამას ჭირდება განვითარება. დღევანდელი ფეხბურთი უფრო რთულია, ვიდრე იყო 91 წელს. იმიტომ რომ მეცნიერების დონეზეა დაყვანილი ფიზიოლოგიიდან დაწყებული, დამთავრებული ტაქტიკით. უკვე მეცნიერება ზუსტია ყოველთვის რა და ამას ფეხი უნდა აუწყო და ეგ ფეხის აწყობა არ იწყება რუსთავის პირველი გუნდიდან და დინამოს და ტორპედოს, იწყება ქვემოდან. ბავშვთა ფეხბურთიდან და თანამედროვე მეთოდს სულ მაგას ვამბობ, თანამედროვე მეთოდოლოგიით, რასაც ვარჯიშობენ ესპანელები, სიტყვაზე ვამბობ რა, ეხა ის იგივეს ვარჯიშობენ გერმანელები და ფრანგები. მაგრამ არავითარ შემთხვევაში გადმოღება არ შეიძლება. აი ავიღოთ ეხლა და გასაც ჭამენ ინგლისელი ფეხბურთელები. ნუტრიციოლოგია ავიღოთ ერთ-ერთი მიმართულება, ხო, რომელიც უნიშნელოვანესია, საჭმელი ენერგიის წყაროა. რასაც ინგლისელები ჭამენ, მოდი ეხლა ეს ვაჭამოთ ჩვენ ქართველ ფეხბურთელებს, ქართველებს. და გავიგდებით, არა, იმიტომ ქართველ ფეხბურთელები სხვანაირი იყო, რა თქმა უნდა, ზომიერება, ძირითადი მიმართულება, ყველაფერი დაცულია, მაგრამ ფეხბურთი იმიტოა წარმოუდგენელი და არა აქვს სრულყოფა, რომ შენ ეხლა რომ გადმოიღო ესპანური, აი 78 წელს დინამოს რო ვიძახი და თუნდაც 64 წელს რო ჩემპიონები რო გახდე, ხო, იქ რო ფეხბურთის თამაში მიდიოდა, მაშინ ესპანელები ახლა ძალიან ყამაღლა თუ არ გამოვივა, მინიმუმ ეგრე თამაშობდნენ, ხო? და ახლა დღეს ჩვენთვის ესპანელია, ქართული ფეხბურთი მოკლე პასით თამაში, ხშირი კონტროლი, უპირატესობა ყოველთვის. ხო, ეს არ არის გადმოღებული ფეხბურთი, ეს არის ქართული ფეხბურთის გენი, იმიტომ რომ ამ თამაშის დროს ვიყავით წარმატებულები. მაგრამ ეს ეხა ამას ეხა ნაკრებში მოვიყვანეთ სანიოლი, მოვიყვანეთ გვარდიოლა, ეხა ვიღა გვარდიოლა ავიღოთ ეხა და დავნიშნოთ ნაკრებში და ეგრე ვერ ითამაშებს როგორც მანჩესტერ სიტი და ბარსელონა თამაშობს, იმიტომ რომ საფუძველი უნდა, რომ ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება ეგ ამბავი, რომ ყველაზე მეტი რესურსი, ყველაზე მეტი ფინანსი, ყველაზე დაფასებული მცველები
დღესდღეობით ჩემი გადმოსახია, ეხლა მაგარი სუბიექტურია, შეიძლება ვიღაც ჩემი გამოდის, მაგრამ ყველაზე მეტი დაფასება უნდა გქონდეთ ყველანაირად, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცოდნის მქონე ხალხს და პასუხისმგებლობის ბავშვთა და მოზარდში ყოფ ფეხბურთელების მწვრთნელებს. თუ გინდა ფინანსურ მხარეს ვიზარდი და იმიტომ რომ მაქიდან უნდა წამოვიდეს და ძალიან რთული პროცესია, მაგრამ შეიძლება უცხოელების გამოყენება, შეიძლება იმათი მეთოდოლოგიის მოტანა და ქართულზე მორგება, მაგრამ ეს უნდა იქიდან თუ მოიტა, უნდა მოატანიო ისეთ ადამიანს თუ კლუბს თუ რავი როგორც რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და ვისაც გაუკეთებია. ხა ინგლისურად ლაპარაკობს და ესპანურად და პასპორტი ესპანური აქვს და ინგლისური და მაგიტო ნიშნავს რომ ის აუცილებლად არა ეგრეა ვისაც გაუკეთებია. აი და ხა ეს რა თქმა უნდა ფინანსებთან არის. ხო და მე მგონია რომ გამოსავალი ეგ არის და უნდა დაველოდოთ ჩვენ რაღაცა პერიოდი უნდა ვთქვათ რომ ეს არ ნიშნავს იმას რომ გაჩერდეს რუსთავი. არ გაჩერდება რუსთავი, შანსი არ არის. გამორიცხვა არც ტორპედო, არც ბათუმი, არც დინამო, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი ყურადღება არის მისაქცევი ბავშვთა ფეხბურთზე, ეს უნდა გააკეთონ კლუბებმა. ფედერაცია და რაღაცა ფედერაცია არსად ეხა არც ადვოკატი ვარ, მე არავისი არაფერი, მაგრამ ფედერაცია არ საზღვრავს იუვენტუსი დაცვით ფეხბურთით აიღებს ჩემპიონთა ლიგას თუ ბარსელონა თამაში 1500 პასს გააკეთებს. ხო, ეს კლუბმა უნდა გააკეთოს ეგ რა. აი ესპანეთ, აი ძალიან კარგი მოდელია ზოგადად ბარსელონა, აი ამ ყველაფრისაც ხა თქვენ საუბრობთ და ზოგადად ესპანური ფეხბურთი. აი ეს მე ხშირად აღმინიშნავს, რომ ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებების თამაში და დიდი ნაკრებების თამაში რო აკვირდები, შენ ხვდები, რომ ეს ერთი და იგივე ფილოსოფიის გუნდია, უბრალოდ სხვადასხვა სახელებით და გვარებით. თქვენ გქონიათ აი ასაკობრივი ნაკრებებში ხო გიმუშავებთ, თქვენ გქონიათ განცდა ან კოორდინაცია ერთმანეთთან მწვრთნელებს, სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს, რომ აი რაღაცა ერთ კონცეფციაზე გემუშავათ, ერთ მიმართულებაზე გემუშავათ. მაგაზეც გაქცია პასუხს და კიდევ უფრო ცოტა უკან გავიწევი რა, რომ აი ადვილად გაგაგებიო. ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები, რომ ეგრე თამაშობს და პლიუს მაგას თვითონ ესპანეთის ჩემპიონატში ყველა ეგრე თამაშობს უკვე ბეტისიც და ბარსელონაც და ეს არის ყველაფერი დამსახურება საკლუბო ფეხბურთის. ეგ ტენდენცია ესპანეთის ნაკრებში ეგრე თამაშის წამოვიდა ბარსელონადან და წამოვიდა თავიდან ჰოლანდიიდან რინუს მიხელსი კრუიფი ასე შედა. მე ამას შედეგი განვითარდა და ყველა კლუბმა გადააწყო ქვეყნის ფეხბურთი სასიკეთო მდგომარეობაში, იმიტომ რომ შედეგიდან გამომდინარე, რომ ესპანეთის ნაკრები რო გავიხსენოთ 2002 წელი, ხო, გვარდიოლა და ისინი რო თამაშობდნენ ახლა რაული და არ იყო ეგეთ ფეხბურთს კი თამაშობდნენ, ხო, უყოლოდ ტექნიკური სამხრეთული ფეხბურთი. ესე დაალაგებული, ესე ამდენი პასი, ესეთი მაღალი პრესინგი, ესე სუმესა საფეხბურთო ნიუანსებია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი მესამე კაცი მოკლედ ზუარ ჩავეხ სამწუხაროში. ეს ყველაფერი განაპირობა კლუბმა. და პლიუს მაგას ლამასია მოიტანა 2000-იანების დასაწყისში შედეგი ნორვეგიაც ეგრე თამაშობს, ეხლა შესაძლებლობიდან გამომდინარეა გერმანიაც ეგრე თამაშობს, ბრაზილია 7-1 რომ მოუგეს, როგორ მოუგეს? ხო, სულ მოკლე პასი იყო, სულ აი თანამედროვე ფეხბურთი, მაგრამ ერთი ყველაზე მთავარი არის რა, რომ ესპანელი ჩვენ ვართ სამხრეთელი, პორტუგალიაც იგივე, ჩვენ ვართ სამხრეთელები, მე ესე მიმაჩნია რა, რომ განსხვავდება მაინც პოლარიზებული არ არის, მაგრამ მაინც აი განსხვავდება რა, რომ სკანდინავიური ფეხბურთი მაგალითად სამხრეთული ესპანური და პორტუგალის ფეხბურთი იქაც მაგარი თამაში მიდის, ვთქვით რომ რინუს მიხელსმა მიიტანა, მაგრამ იქ ესპანურს ისე მოერგო, ისე დაიხვეწა, რომ ჩვენ აი მენტალურად მე მაინც ახლა უკავშირებ მაგას, რომ ერთნაირი ხასიათის ხალხი ვართ, ესე ვთქვა, ცოტა არასწორად ვამბობ, მაგრამ არის ეს სამხრეთ ამერიკელები, არგენტინელები, ახლა მაგალითად არგენტინელები ვქავთ ჩვენ გუნდში, არგენტინელები არ მიმუშავია. აი, როგორი ფეხბურთელია, იცი, ქართველი კაი კაციო, რო იტყვი. ხო იცი, აი, განა მოკეიფეს და იმას კი არ გულისხმობ, აქვე, აი, კაი პატიოსანი, ოჯახი, რაღაც, აი, გეგონება ქართველი. ღირებულებები, ფაქტობრივად ერთნაირი გვაქვს. გულიანი, ფეხბურთის თამაში, მაგრაი, ბრაზილიელებთან თქვა იმუშავე, როგორ თამაშობს, ხო იცი, ვითომ არაფერი. მაგრამ შეცდომა ის ყველაფერს სწორად აკეთებს რა, ანუ ერთნაირი ის გვაქვს, რაღაცა ბმა არის რა. ხო და ჩვენი გვაქვს უბრალოდ განვიხე, შეიძლება ჩვენი ესპანური და პორტუგალიური სიტყვაზე ვთქვათ. მე ამაში სუბიექტური არ გონია, ეგ ორი ქვეყანა, რომელსაც უნდა მივაწვეთ, ეხლა ცოტა შარბოც ვიტყვი, რომ იმათგან მივიღოთ დახმარება ეს სისტემური, ოღონ ქართულს მოვარგოთ
ფიზიკურიდან დაწყებული, დამთავრებული, ტექნიკური და ტაქტიკური. ჩვენ მგონია რომ ყავს ტექნიკური ფეხბურთელები და ტექნიკური ფეხბურთელი დრიბლინგს არ ნიშნავს. ტექნიკური ფეხბურთელი უფრო მეტად ნიშნავს ბურთის სწორ მიღებას, იმ მიღებაში დროის არ დაკარგვას, ბოლო ფაზაში ისე დაარტყმას კარში ტექნიკურად და არა ძალაზე, რომ მიზანში მოარტყა და არა შეტენო, ესე ვთქვათ, კიდე ამ სიტყვას ვიხმარ. ხო, ეს ყველაფერი არის წვრთნიდან გამომდინარე. კვარაცხელიას რო ვიძახით, ხო? გავიხსენოთ ბათუმი დინამოში როგორი იყო, გავიხსენოთ რუბინში როგორი იყო, გავიხსენოთ ნაპოლიში როგორი იყო და ეხა როგორია, ხო? ეს შედეგს ვიძახი. დაწყებული ბურთის წართმევიდან დამთავრებული ფეხის ფლობით გულისხმობ გოლის გატანას. ხო, დრიბლინგი გაუმჯობესებული აქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფიზიკურად ანუ რას ვამბობ, რომ პროგრესი აქვს, იმიტომ რომ ვარჯიშობს, სამწვრთნელ პროცესია დღესაც. ინტელექტუალური და ფიზიკური. ხო, ეგ ახლა პირველი მენტალობაა, იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ, რომ არეზა ესე მარტივად, არეზარება. არეზარება მიუხედავად თავისი მდგომარეობიდან, სოციალური იქნება თუ ყველა ღმერთმა ხელმა, არეზარება. პროფესიონალი. ხო, აი მაგა პირველი ეგ არის. აი აქ ვარჯიშის მენტალობა, რომ ვარჯიშზე რო გადიხარ, რომ იქ აბსოლუტურად ბოლომდე უნდა დაიხარჯო, უნდა მიიღო ყველაფერი და უნდა ფიქრობდე, რომ დღევანდელ ფეხბურთში ეგრეა, რომ ვარჯიში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი სუბიექტური აზრია, შეიძლება ბევრი შემიგემართოს, რომ თამაში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ვარჯიშზე არის ვარჯიში კარგად და თუ გარემო არ გიქნა და ისევ ხელმძღვანელობასთან მივდივარ, რომელმაც უნდა შექმნას ეგ, მე არ ვიძახი რაღაცა სასწაულ მილიარდებიანი ელემენტარული რაღაცა, თუ ეგ გარემო არ აქვს ვერი ვარჯიშებ და რა თქმა უნდა ეგეც ბავშვობაში ჩადება უნდა ეგ მენტალური ყოფა უნდა რომ პირველი რომ გასაქცევი არსად არა გაქვს იმიტომ რომ ნუ გეჩქარება 5 წლის გერმანიაში წასვლა აქ აი ეს არის თუ გინდა ფინანსები თუ გინდა ეს და მეორე რომ ჩაუდო თავში რომ ჩვეულებრივი კითხვა თუ არის სწავლე ხო ლექს ვერ დაწერ გამორიცხულია წერა თუ არ იცი ლექს ხო ვერ დაწერ პოეტი რაც აურნა ეხა twin-ში კონდეს ხო ზეპირ სიტყვიერად ხო უნდა დაიწერ წერა არის იწერა როდის ისწავლება სკოლაში ხო ამიტომ აი თავში უნდა მოიძებნოს მიდგომა ისეთი რომ სისტემურობა და ქართულ ესპანელი მენტალობას ვერ შეგიცვლის აი ყველაზე მთავარი რაც არის მაგაში უცხოელი არ გამოგადგება ისინი მოგცემენ რაღაც ანკეს მოგცემს რომ შენ გადააღდო რომელი თევზი დაჭერა გინდა შეუნა ამორჩიო იმიტომ რომ ეგრე მარტივი არ არის რა ძალიან რთული პროცესია მაგრამ შესაძლებელი არ ჭირდება მას 10 წლეულები რა 5-დან 7 წლამდე მგონია რომ აი ყვარაცხელი უკვე ინდონეზია რომ ეგრეთ თავისუფლად ვეღარ ვიძახი იმიტომ რომ დღეს მგონია რომ სოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია როგორც მესი და რონალდოს დროს იყო მესი და რონალდო აი ყვარაცხელია მაგად დონეზია დღეს რა ეხა ისინი აღარ არიან ხო და ეგეთი ფეხბურთელი ვყავს არ ყოლი ეგეთი არასოდეს შეიძლება ვიღაცები უნდა ყოფილიყვნენ მაგრამ ეხ დღეს ეგრეა ამიტომ ყვარაცხელიას აღარ განვიხილავ მაგრამ ყვარაცხელიასთან მიახლოებული ფეხბურთელები ბევრი შეიძლება რომ საქართველოში იყოს თუ სწორად გაიზრდებიან ის არა რომ მე გავედი და მარტო თამაში აბა კონცენტრირებული ვიქნები და ვარჯიშზე ყველაზე მთავარი არის ვარჯიში და ეგ უნდა შექმნას ფეხბურთელის ბრალი არაფერი არ არის მე ესე მგონია ბავშვობიდანვე უნდა მიაჩვიო ასწავლო შეუქმნა პირობები თავში ჩაუდო სწორად და მე რომ მივა ზემოთ ეხა ის რა თქმა უნდა ფინანსები ეხა ხელფასი თუ არ მიეცი და ჩასაცმელი არ ექნა და მე გუნდში ყოფილვარ რა ქვია იმას ქართულად საწვიმარი ორი საწვიმარი მინდა მეთქი მეუბნებოდი რა შეკრებაზე მინდა ორი საწვიმარი რომ კონდეს ფეხბურთელს 30 თუ 40 ევროის ერთი ხო პლაშოვკა რომ რატო რომ ორჯერადი ვარჯიში რო არ დილას 200 კილომეტრო დარბიან მე 5 საათში ვარჯიში 6 საათში და ზოგჯერ გარერცხას ვერ აცებ და ის რომ და მაშინ გაავლოს და გააშროსო გადაფინოზო იმაზეო რა და მე გეუნებიან რომ ჯგუფში შედი UEFA-ში ხო ეს ხო არასწორი დამოკიდებულება როგორ შეიძლება საწვიმარზე ვლაპარაკობ და ეხა საწვიმარი რო ფეხბურთელს არ ეკნება ცოტა უტრირებ, მაგრამ სიმართლე არ ვიტყვები, მართლა ეგრე იყო, მაგრამ თქვენს არ ვიძახი ხა, სად იყო, მაგას ვერ ვიტყვი, ამდენ გუნდში ვიყავი. მაგრამ ეს განა იმიტომ კი არა, რომ ვიღაცა ფული ენანება, თulis, რომ არ არის საჭირო. აი ეს თulis, რომ არ არის ხა საჭირო, მოიცა რა, არ გეუნება, მაგრამ თulis რა. ხო და ამიტომ პური მეპურემ უნდა გამოვაცხოს, იმიტომ ვიძახი ბაჩო რო ვახსენე და კიდე სხვაებიც ხა ბაჩო ჩემია ერთად ავართ და თორე ბევრი ახალგაზრდა
ბიჭები მოდიან, რომლებმაც და კაცოს ვიძველებიც არიან, მარტო ახალგაზრდებზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ მე ვისთანაც მიმუშავია, ყველაზე მაგარი ეხლა ვისთანაც ვარ ის არის, ყველა სწორად ანუ კარგად ვზნობთ ეხლა თავს. ვიცი რატო, ყველა წვრილმანს, კიდევ ვიმეორებ, აქ არ არის ჩემპირად კეთილდღეობაზე და ემაზე ლაპარაკი ფინანსებზე და სამუშაო გარემო ყველა წვრილმანი იცის, აი რა ჭირდება, ხო, ფეხბურთელი არ ვიყავი, იტყვის ხოლმე რა. თვითონაც ხო იცის არა? ეგ არის რა, შენ რო ფეხბურთელი იყავი, რაც გჭირდებოდა. მე არ ვამბობ კიდევ ვიმეორებ, ლამბორჯინის არ გულისხმობ. ო შენ ეხლა მე ვიცი აღარ ახარ ფეხბურთელი და დაღავიწყდა თუ მე ვაფშე არ ყოფილი ვარ ფეხბურთელი. ნიჭი არ მომცა ღმერთმა და მაგრამ ვიცი რა ჭირდება ხო ამ გამოცდილებით იმითი ამეთი ზუსტად ვიცი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. გუნდში შეიძლება ახლა მთლად გადამწყვეტი არ იყოს მწვრთნელი და ბევრი ფაქტორი როგორც თქვენ ახსენეთ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ავტორიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვრთნელის. და თქვენ ასეთი ფიგურა ხართ, მე ბევრ ფეხბურთელთან ვისაუბრია, რომელსაც თქვენთან უმუშავიათ და ვიცი მათი დამოკიდებულება, რომ თქვენ ასეთი ადამიანი ხართ. რითი ახერხებს ზოგადად მწვრთნელი ავტორიტეტის მოპოვებას? ეს არის სპორტული შედეგი, ეს არის მისი ცხოვრების სტილი, ეს არის კომუნიკაციის ფორმა, რომელსაც ის ამყარებს ფეხბურთელებთან, აი რა ხდის მწვრთნელს ავტორიტეტს? პირველი დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის. ძალიან პატარა მოკლე პასუხი აქვს, ერთი სიტყვა არის მან რა, უნდა იყოს შენ თავთან მართალი რა. მწვრთნელი ისეთი ურთულესი პოზიციის არის, სამსახური კი არა და ცხოვრების ნაწილია რა, სამსახურიც არის რა თქმა უნდა. რაც ხარ, აი არ უნდა თამაშობდე რა. არ უნდა თამაშობდე ღია ტიპს, არ უნდა თამაშობდე ესე სტროგი როგორ არის ქართულად. კაცს არ უნდა თამაშობდე რაღაცა. ალბათ ჩემი გადმოსახედიდან რა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი განაპირობებს იმდენად თული სამუშაოა, ხო? რომ აი როგორ რაღაცა იცი მქონია მე შემთხვევა რომ ხო მადლობა სამეგობრო წრე დიდი მყავს. ჩემი მეგობრები, რომლებიც კარგად ყველანაირად მოკლედ ეხა ხო და ახლა 2 წელი არ მუშაობდი, წარმოიდგინე საერთოდ რა. ხო და წამოდი რა, ბიჭო, ისა რა ქვია, მოდი ოჯახი რაღაცა იქით აქეთ. ხო და არ გამოვა. მეთქი არ გული გამიხდება, იმიტომ აქ რო შემოხვალ, მე მაგალითად ვეღარ გავალ რა, ხო და ნაწილია რა ცხოვრების. მადლობა ღმერთს მადლობას იმიტომ წირა, რომ რაც მაგრა გიყვარს, იქიდან კიდე წარმატებული ქვია იმას ვიღაცა რო შეგაქებს ახლა ხუთაისში რო ვიყავით ერთმა ბიჭმა სურათ ჩემთან რა სურათი უნდა გადაიღოს, მაგრამ სურათი გადავიღოთო და ახლა მაგრა დეეჩემს ვეთყვი მეთქი უთხარი რომ ესე იმას გაუღბეც გამიხარდა, მაგრამ ხო ხდებია როგორი რაღაცა პატივით და ფეხბურთთან გიყვარს იმ საქმე ხალხი. ეხლა აღარ ჩამოვთვლი პროფესიებს, ხო? საქართველოში არა, ინგლისშიც თუნდაც. მე რა როს დღე-დაღამე მუშაობს, წვალობს რაღაცა იქით აქეთ და მერე მოდის და შენ გიყურებს და შენთან განიტვირთება. ხო და როგორ შეიძლება შენ ეხლა დააკლო რამე, ამიტომ მართალი უნდა იყო ეხლა სხვაგან წავედი. მართალი უნდა იყოს რა, რაც არის ადამიანი ბუნებრივად, ის უნდა იყოს მწვრთნელობის დროსაც. თავისი შეცდომით, თავისი პლუსებით და მე ეგრე ვარ და თუ კი ვიღაცას ეს თუ კი რა ვიღაცებს მოსწონთ, ხო, თქვენც მქონია კომუნიკაცია და არაფერი ძალიან მარტივია რა. არ უნდა ითამაშო რა. და რა თქმა უნდა ეხა პროცესია ეხა ეს ურთიერთობას გულისხმობს დანარჩენი რომ მკითხვა არც გეტყვი რაღაცები მაქვს ჩემი გასაღებები ყველა კარს რო არ ერგება, მაგრამ არ ვიტყვი ხომ რატო უნდა გაიგო. თქვენ ხშირად აღინიშნოთ, რომ ეს არის საქმე, რომელიც რუტინა არ არის. ეს არის საქმე, რომელიც არ გვეზრდებათ, არ გწყინდებათ და ეს არის მთელი ცხოვრების სიამოვნება თქვენი. თქვენ თაწმინდელი ხართ. ბატონო. პრაქტიკულად ერთი უბნიდან ვარ და ზუსტად მესმის რამ გააჩინა თქვენში ეს ვნება ფეხბურთისადმი რა.
აი უბნის ფეხბურთი როგორც ასეთი ძალიან განვითარებული იყო ამ თაწმინდის ვერის სოლაკის დაპირისპირება თელმა ჩემმა ბავშვობამ ამაში გაიარა და საბურთალოდ იყო სულ თბილისში სეკაზე გამართული ტურნირები და იგულშემატკივრების დასწრება და მთელი ეს ყველაფერი ამათ თქვენს არჩევანზე ზოგადად და თქვენს პროფესიაზე თუ იქონია გავლენა აი მე როგორი უბედური ვარ მაგამ ბავშვი იცი რომ არა კი მათამაშებდი მაგრამ მანდაც ვერ ვთამაშობდი ისე მე რაც მქონდა წარმოდგინე იმიტომ იქ ისეთი ხა დემე და საწყალი პეტრო და ისეთი ხალხი თამაშობდა იქ ცეკაზე რო თქვა ტურნირები იყო დედაშვილს არ იყვანდა ხელში და მაგარი გემახსოვრება შეიძლება მაგარ რაღაცა შეეხე არავის არ უთქვია იქ მართლა ჩვენთვის ეხა ვინც იქ იღებდა მონაწილეობას მეც მიმიღია მონაწილეობა, არა როგორც ლიდერი და ვარსკვლავი, მაგრამ აი პატარა ისე ოლიმპიადის პრინციპით თავარია მონაწილეობა. არა, გუნდი ყოველთვის მაგარი მყავდა, კაცო, სხვები თამაშობდნენ უბრალოდ რა, მეც ცოტა თამაშობდი და ყველას მოვიკითხავ აქედან, აბსოლუტურად ყველა ვისაც მიუღია მონაწილეობა, ეგ ეხა ისეთი რაღაცა გამახსენე, რომ დედასპიცა ვარ, ამდე 25 წელია მწველი ვარ და არც ერთ ჟურნალისტს არ უკითხია ეგ, აი პირველად მეკითხები, რომ იქ თაწმინდა ქუჩის ფეხბურთი ზოგადად ქართული ფეხბურთის არა მარტო ქართულის ბრაზილიიდან დაწყებული თურქეთში ვიყავი ჩარჩენცი და იქაც ბავშვებით ქუჩის ფეხბურთი არის უნიშნელოვანესი იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრ ამას იღებს თავისუფლებას ეს ენთუზიაზმს მიზანსწრაფობას რომ აი შედეგი კონდეს შეჯიბრი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებული ბევრი რაღაცა ხო ძალიან მაგარი თაწმინდა ზოგადად სუბიექტური ვარ ახლა მაგრამ ძალიან გვიყვარს თაწმინდელებს ხო მეც სუბიექტური ვარ მაგრამ იქ ეხა დღესაც ეგრეა რომ იქ აღარ ვცხოვრობ ეხა და დასასვენებლად ზოგი მაიამიში დაფრინავდა მე თაწმინდაზე გადავდივარ იმიტომ იქ ისეთი გარემოა რომ ვიზახი რომ თაწმინდას გუნდი რო ყავდეს მეთქი ისეთი უბანია ჩვენი უბანი რომ აი რო ყავდეს გარდა ერქვას თაწმინდა მინიმუმ 5000 კაცი გარანტირებულია რომ უთამაშებდა. მე არ ვიცი თქვენ რამდენად გაგვდრო, მაგრამ ცეკა ისევ ისეთი სავსე და მხიარულია. უბრალოდ ეს არ მინდა ეს აგა თაობათა ის ხოც პრეტენზიები რო არის რა, ბებერი კაცი რო ახალგაზრდა აღარ არის ისეთი, არ გამიგია რომ ეგეთი ტურნირები არის. ეგეთი მასშტაბური შეიძლება არ არის, მაგრამ ცეკაზე ადგილის მოპოვება სათამაშო დღესაც პრობლემაა. მაშინ ის ტურნირი თამაშების თუ იყო, თან როგორ ვამთხოვდით ხო? აი ყველაზე ბედნიერები ვიყავით ხოლმე სოფლიო ჩემპიონატი და რომ იმ თამაშებოდი და თამაშობდი მე აქედან ნათამაშები რო იცი რომ საღამოს თამაში ეგ ფეხბურთი ეგ არის ცხოვრება ხო მაგან განაპირობა მაგრამ მანამდე განაპირობა ნანიკო ეგ მერტის ნება ეთყობა ეგრე რომ ბავშვობიდან აი დაბადებიდან ავადმყოფურად რომ გიყვარს უბრალოდ ვერ თამაშობდი რა ნიჭი არ მომცა ღმერთმა ეგ იყო ყველაზე ცუდი მაგრამ ეგ ნიჭი რო არ მომცა ალბათ მაგიტომაც შეიძლება რომ მაგ ეგრო არ გამიგნელდება სიყვარული რომ სულ ღმერთმა 100 წელი გვაცოცხლოს სულ ყველა ვერ მოიბეზრე არ არსებობს ხო მე ხარ რომ ფეხბურთში სხვა პროფესიაში ან დირექტორი გავხდი ან რაღაცა პრეზიდენტი ან მენეჯერი შანსი არ არის ხო იმიტომ რომ სულ თამაშობ რა ეგენი რომ თამაშობ მე ვთამაშობ ფეხბურთელი რომ ყოფილიყავიო, ალბათ უკეთესი მწვრთნელი ვიქნებოდიო. მე დიდად არ გეთანხმებით მაგაში, იმიტომ რომ არიკო საკის სიტყვებია ძალიან მიყვარს, ანუ კარგი ჟოკეი რო იყო, მაგისთვის არ არის სავალდებულო რომ ცხენი იყო თავიდან. იცი რა არის, უბრალოდ უფრო კარგი მწვრთნელი არ შევცვლი მაგას. იცი რა, უფრო ადვილად კარგი მწვრთნელი იქნებოდი რა. აი, რაც მე დრო მჭირდება ну ეხლა კიდევ ვფიქრობ რომ კიდევ ბევრია წინ იმიტომ რომ იმ მიზნებისთვის რაც მე მიზანი მაქვს არ მიმიღწევია რა არც საკლუბო დონეზე არც ანაკრებოზე და კიდევ წინ ბევრია რა და ყოველთვის ახალი გამოწვევაა რა არის რაღაცა სამუშაო ადვილი მე რთულდება სურთულდება ყოველთვის და ფეხბურთელი რო ხარ ეს რომ გავლილი გაქვს შენ თვითონ ხო უფრო ადვილად და მალე გადაწყვეტ მაგას. ხო, არის რაღაც ნიუანსები, რასაც ეხო, ხო, დანარჩენი ხა მწვრთნელობა და ფეხბურთელობა, აი როგორც სადა დედამიწა, აი აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. და არ არის ახლოს მაგარი ფეხბურთელი და მაგარი მწვრთნელი რა, იმიტომ რომ ძალიან პელე და მარადონაზე მაგარი ფეხბურთელები, პელე არ ვიცი, მაგრამ მარადონას ქონდა სურვილი, ხო, ის მწვრთნელობა სულ სხვა პროფესია აბსოლუტურად ფეხბურთელებსაც რო გითხოთ, თვითონ გეტყვიან, მაგრამ უბრალოდ ფეხბურთელი რო ხარ და თან მაღალი დონის, ეხა ფეხბურთელი რა არის, იცი?
სად გითამაშია თორე მთელი ცხოვრება ფეხბურთ თამაშობ. ოღონდ ჩემთვის. გულისხმობ ჩემნაირ ტიპებთან რა. არ მითამაშია ფეხბურთიო ვერ ვიტყვი რაღაცა ფუტზალის გუნდი რაღაცას იქ შენ იმას რო ეძებ რა ხიზანა მითხერთა წამო ჩვენთან ერთად ითამაშიო ხო მე ვთხარი აბა თქვენ დაგაცინიებთ თავს ზუსტად ეხლა ხიზანასთან ერთად დაიაშკარ იმათ რომ ფეხბურთი მე ვითამაშო ხო ხდები იმ კინოს გადაიღებენ მე და მაგკოზირებს არ მისცემდი ხო მაგას ჩემნაირ ტიპებთან სულ თამაშობ დღესაც ეხლა როცა დრო არის და მას ეხლა ფეხბურთი მე რა დონეზე გითამაშია გააჩნია და ის გასაგები ვიძახი მაღალ დონეზე როგორ ნათამაშები სანაკრებო დონეზე აი UEFA-ს თასი ჩემპიონთა ლიგა რო გაქნა თამაშები ხო აი ყვარას მაგალითად თუ ენდომება მწვრთნელობა სიტყვაზე ვიძახი ხო არ მინდა რო გახდეს რა იმიტომ რომ რთული პროფესია ხო გავუადვილდება რა ჯერ იმდენ მწვრთნელებთან ნამუშევარი აქვს ხო აი რო თქვა კახა ცხადაძე დაუშვათ რა თუ იგივე შოთი იგივე თემურიც კეცბაია თქვენ ჩვენი ქართველი მწვრთნელებიც გამორჩეულები არიან რატო არიან მაგარი მწვრთნელები რომ რა დონეზე აქვთ ნამუშევარი და რა ხალხთან ხო ადვილი ხე შენ რო ვანგალთან და ბობი რობსონთან და იმასთან რა ქვია ოტმარ ჰიტფილდთან და იმებთან და კახასაც ნამუშევარი კაცო ხო და იქ რო ეს გავლილი გაქვს ეხა ჩემ ფეხბურთელები ზოგი არ ვიქებ თავს მაგრამ ლიცენზიაზე რო გაუშვა შეიძლება ეგრევე აიღონ იმიტომ რომ უკვე ინფორმაცია აქვს რა ჩემი მიწოდებული აქ მაგას ნიშნავს ეგ რო გავლილი გაქვს უფრო ადვილია მე სულ ღმერთის წყალობით და ჩემით რა შენით რო ხნავ და მარგლავ და გადიხარ და ღმერთი პირველ რიგში ეგაი რო გეხმარება ხო და ადვილი იქნებოდა უფრო რა მე რო ხა ეროვნულ ნაკრების ფეხბურთელი ვიყო ჯერთი გზაც ადვილია ხო აი მოსახვედრად სადღაც სხვა სახელი და გვარი რო გეხა შემიძლია უცხოელი ფეხბურთელები ჩამოთვალო ერთი 10 კაცი რომელიც რამწველი მიწველი და ისეთ გუნდებში არიან ნამუშევრები და დღესაც მუშაობენ რომ სავაგარეთ გულისხმობ უცხოელ ფეხბურთელებზე რომლებიც ვარსკვლავები იყვნენ რა ხო და ეს თვითონ პროფესია ვაფშე სულ სხვა რაღაც საერთოდ სხვა რაღაცა არის ხა შენ მაგარ გოლებს იტანდი და მაგარ პასებს იძლეოდი ეგრე გუნდს ააშენებ და იქ მიიყვან შედეგამდე იმიტომ რომ იქ ტვირის ციკლია იქ მოსამზადებელი პერიოდია ფსიქოლოგიას რო თავი დაანება ყველაზე მთავარი მაინც აი მენტალობაა შექმნა გარემო საერთოდ სულ სხვადასხვა პროფესია მაგრამ უფრო გამიადვილდებოდა მე რა უფრო მაგარი ვიქნებოდი უფრო მალე მივაქცევდი იმებს რაც 25 წელი გჭირდება და 30 შეიძლება 15 წელიწადში გააკეთო რა ნიუანსებში მოგეხმარება ის ფეხბურთელი ხო იცით რა მაინტერესებს აი თუ აი თქვენ როგორც მწვრთნელი თუ ავითარებთ თქვენ თავს ყოველდღიურად აი მე საქართველოშიც ვიცი მწვრთნელები რომლებსაც აქვთ ცოდნა მიღებული ერთ დროს შეიძლება პრაქტიკული თეორიული მაგრამ დიდად არ იწუხებენ თავს რომ თანამედროვეობას აუწყონ ფეხი ეს რამდენად მნიშვნელოვანია აი მე მაგისთვის ვაკეთებ მაგას აუცილებლად გითხრათ ყოველდღე უნდა ამტკიცებდეს თქო მაგრამ ერთ მაგალითი მინდა გითხრათ აი კაცი ცოცხალი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს რომელიც ჩემ გვერდზე არის 2006 წლიდან თეორი ლორდ კიფონეძე რომელიც არ ვიტყვი ხა ასაკს რო არ ეწყიროს მაგრამ ჩვენზე ბევრად ასაკოვანია და ყოველთვის მეხმარება ფიზიკურ მომზადებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კაცი რომელიც ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას და სწავლობს თავის საქმეს. ეხლა 50 წელი სრულდება რაც მწვრთნელია. გიორგი კიკლაძიდან დაწყებული ბოლო ვინ იყო? ბუდუ იყო, ბოლო მე მგონი, რომელიც აი მაგის ხელში იმას არ ვიზახით ნანაკრებო დონეზე და იმაზე. ვარსკვლავები ვისაც მაგის ხელში გაუულია და კიდე შუაში ბევრი ახლა არ ეწყინოს ბიჭებს. ყველა ვიცი ვინ არის. ხო და იმ კაცს აქვს რომ ყოველდღე მუშაობს, ყოველდღე თავისთავად მწვრთნელი, რომელიც ფიქრობს რომ ყველაფერი იცის, მე ვფიქრობ რომ ვერ იქნება წარმატებული. მე ესე ვფიქრობ. მე მაგალითად სულ მგონია რომ ვარჯიშიც რომ თავდება, ფეხბურთელსაც ვეუნები ხოლმე რა, რომ სულ მგონია რომ რაღაცას ვაკლებ, აი რაღაცა უკეთესი ხო არ ჯობდა, აი თუ გინდა სათამაშო სქემიდან დაწყებული, ხა ძალიან ბევრი ნიუანსები შეგვიძლია ამას რატო ვაკეთებ? მიდგომიდან დაწყებული და სულ მაგიტო არის ძალიან მაგარი რომ სრულყოფა არ არის რა სულ ყოველთვის ახალია უბრალოდ არის რომ ზოგჯერ იჭერ იმას რომ შე რაღაცებს რას მაგას არ ვიტყვი ახლა მაგრამ დამიჭერია აი წიგნს ვკითხულობდი ალექს ფერგიუსონზე ხო არის წიგნი გამოშვებული რომ მე მგონი თვითონ დაწერილია და
ავტობიოგრაფია კითხულობ და ისეთ რაღაცებს წერს, რომ შენც რო გიფიქრია. და ვა, ხედავ შენ ფერგი რო ფიქრობ და მეც მაგი მიფიქრია და ვა რა მაგარი ვარ, გიხარია ეგ მერე რა. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ფერგუსონი ვარ. ხო და ყოველ დღიურად რომ არ უნდა გაჩერდეს რა ახალგაზრდების გასაგუნა თუ ვინმე დააინტერესებს რომ შედეგმა ხო ყველაზე ცუდი ეგ არის რომ შედეგი რო გაქვს რაღაცა და всё შეეძვა სად არის ეგ შედეგი ხვალე ქრება всё აღარ არის შედეგი ყოველ დღე უნდა ფიქრობდე რომ ახალი მოიგონო მაგასაც ცოდნა უნდა რა პროცესში არ უნდა მოიგონო რომ არის სიტუაციები ეგეც გავლილი მაქვს რა ბევრჯერ არ მიქნია მაგრამ მაქვს ეგ შეცდომები დაშვებული რომ რაღაცას რო აკეთებ უცებ რაღაცას შევცვლი მე არ მივესალმები მაგას რა თუ არ მოამზადე თუ არ გააგებიე ფეხბურთელმა უნდა აღიქვას ეგ ჩაუჯდეს რომ ის შენ შეცვალო რა მაგრამ მე შენ თავზე როცა ფიქრობ ხო აი მაგას ფეხბურთელი ვერ მიხვდება ეხლა მე ხვალე შეიძლება ისეთ სათამაშო სქემაზე გადავიყვანო საერთოდ ახალზე მაგრამ მიმართულებებს იგივეს დაუტოვებ რომ ადვილი კიდე რა არის რომ არასოდეს არ უნდა გაურთულო ფეხბურთელს რა აი დავუშვათ ჩვენ ახლა თუ შეგვიძლია სამი სათამაშო სქემით თამაში აი დაჟე 4-საც შეიძლება 4-3-3-ვისაც არასოდეს არ ვაკეთებ მაგრამ ეგეც შეიძლება მაგრამ არაფერი მაგ სათამაშო სქემებს რო შევცვლით ხო რო ვცვლით ხოლმე თითქმის არაფერი არ იცვლება თამაშის პროცესში ფეხბურთად იგივე დავალება აქვს რა პრესინგი დროს ასაკეთებ შეტევი დროს ასაკეთებ მაგრამ სათამაშო სქემა იცვლება მოწინააღმდეგის სიტუაციიდან გამომდინარე ხო ანალიზი არის იქ და ყველაზე რთული ეგ არის რომ იქ რო დგახარ იმიტომ შენ მარტო ხო არ ახარ ანჯელოტი თქვა რამდენად მართალი არ ვიცი მაგრამ ხმები დადის რომ ნეტა ოფიციალური თამაშები არ იყოს თუ ვარჯიშები იყოს რა გაიქნებოდა იგი თამაში რო არის ოფიციალური იქ დიდი წრეხია ძალიან და შენ შეიძლება პროფესორი იყო ფურცელზე და იმაზე ვარჯიშზე მაგრამ იქ ძალიან რთული ხდება მერე და ეგ გამოცდილებაც ეგ არის რომ უკვე რაღაცა მოკრივეს ბევრჯერ რო ხდება ყმაში ხე შენ რო უყურებ ტელევიზორში რომ დედა რა იტანა იმას იმდენი აქვს მოყვედრილი იმიტომ იტანს თორე ხო და ეგ ვარიანტია რა მაგ კონტროლია კიდე მანდაც მენტალური მხარეა რომ ყოველთვის მოწინააღმდეგე ჭადრაკივით არის ფეხბურთი რომ შენ ერთი სვლა გააკეთე ის დაგიპირისპირებს შენ საწინააღმდეგო და ხა 5-ზე და 6-ზე ვერ არავსულ ვარ ეგეთ გუნდში არ ყოფილა მაგრამ 2-3 სვლა უნდა კონდეს რა რომ ეს მუდმივი პროცესია და ვარჯიშზეც არის მაგრამ აქ მომა თამაში მე ვიძახი პროდონეზე ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება ბავშვთა ფეხბურთს აი არავითარ შემთხვევაში არ ეხება თამაშის შედეგი არ უნდა გავა საერთოდ აი არის დანაშაული რომ ვიღაცამ თამაში წააგოს ბავშვმა გუნდმა ეგეც მინახია იმიტომ რომ ყველაზე მთავარი დღევანდელი ფეხბურთი ჩვენ რო გვინდა რომ ჯგუფში შევიდეთ ჩვენ უნდა ვყავდეს ისლანდიელმა კი არ ვერჩი რამეს უბრალოდ არ არის რა საფეხბურთო ქვეყანა ჩვენთან შედარებით ისლანდიელი ფეხბურთელი ქართველ ფეხბურთელზე ტექნიკურად უფრო გამართულად არ უნდა თამაშობდეს და დრიბლინგს არ გულისხმობ შეიძლება გეუბნები პასი, კარში დარტყმა, ბურთის მიღება, სწორი მიღება, ნახევარბრუნში დგომა, აი ეს ანიბანი რაც არის რა. ვერ უნდა გაჯობოს ისლანდიელმა, ვერ დანიელმა, ვერ ჩვენმა, იმიტომ ჩვენ ვართ სამხრეთელები, ჩვენ რო ფეხბურთელები ვყავთ და ისლანდიელებს და არავეს არ ვერჩი კაცო, მერტმა ხელი მოომართოთ, მაგრამ მოკლედ გვაქვს რა, მაგაში ვიქნები ამპარტამანი ვიტყვი და პრეტენზია მაქვს იმისი, რომ ჩვენი ფეხბურთელები, ჩვენ გვაქვს მერტი გვაძლევს მაგის ნიჭს, რომ ვიყოთ ყველაზე თავარი დღევანდელ დღეს ფეხბურთი ხო ფეხბურთი უყურებს რა. მაგაში შეგვიძლია ვიყოთ გამორჩეულები. აი კონკრეტული თამაშისთვის ყოველთვის ბუნებრივია გაქვთ თქვენი პროტოკოლი, თქვენი მითითებები თამაშის წინ, რა დავალებები, რომელიც უნდა შეასრულონ ფეხბურთელებმა. აი ინტერპრეტაციას თუ პატიობთ ფეხბურთელებს. რა თქმა უნდა, აუცილებელია და მაგასაც გეტყვით პრაქტიკაში როგორ არის რო ავარჯიშებ რაღაც მიმართულებას აძლევ აი დავუშვათ ბოლოს ფაზა დამამთავრებელი ფაზა ხო ყველაფერს ხო ვერ გააკეთები არის 3-4 მოდელი და მე თვითონ აკეთებ ბევრჯერ მინახია ეგ რა რომ აი ამას რო გაიგებენ მე აი თვითონ აკეთებენ თავის რაღაცებს ოღონდ ეს ინტერპრეტაცია არ უნდა გადაიზარდოს სათამაშო დისციპლინის დარღვევაში სათამაშო დისციპლინის დარღვევას არ ვაპატიებ იმიტომ რომ და არც არ ღვევენ ხშირ შემთხვევაში იშვიათად არის რა მაინც რომ აი მაგის პირველი მტერი არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება რა და აი როგორი რაღაცა ეს ფეხბურთელმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პროფესიონალი ეგ არის კიდე თავიდან ატომოდის რომ რა ხდება რა მდგომარეობაშია რომ ვიგებთ ვაგებთ როგორ არის აი მეტი თავისუფლება ეს რაღაც
ვარიანტი ეს შენი სტრატეგია თუ ტაქტიკა თუ რასაც ვაკეთებ, ხო? რაღაც ვარიანტი კი შეთანხმებულია, რა თქმა უნდა, წინასწარ ნათქვამი კი მოგწონს, თუ არ მოგწონთ მითხარი. ხო არ ჯობია რომ არ გვინდა მაღალი პრესინგი, არ გვინდა ბურთის კონტროლი და ვითამაშოთ შამშდარმა, ვითამაშოთ კონჩეტევაზე. აბა ბიჭებო, თქვენ როგორ მომყვებით მაგაში კი, всё, თუ კი მაშინ დავიწყეთ რა. ხო და რაღაც ვარიანტი კეტავს ამას. და რა თქმა უნდა, მიცემული აქვს მაგის უფლება, რასაც თქვენ მეუბნებით, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს სათამაშო დისციპლინით. გუნდის არ უნდა დაზარალდეს. რა თქმა უნდა, ხო, შედეგზე არ უნდა აისახოს, პროდონეზე ვლაპარაკობთ რა ამას ჩვენ რა და ეხლა 12 წლის ეგეც მინახია რა, ერთი 6 თვის უკან ვნახე და აი ერთ ადგილას ვიყავი და თამაში ვარ და ბავშვებიც თამაშობდნენ თუ ვარჯიშობდნენ და ერთმანეთს თამაშობდნენ და 10 წლის ბავშვებზე გეუბნები და კუთხური იყო რა და ჩავიარე ეგეთი ბედი მაქვს, მაინც მაგაშევე, კი ვერ დავინახე რაღაცა მოატყუა და დადო ბურთი ბავშვა და წნელის მოთხოვნა იყო რომ გაეთამაშებია ეს კუთხური 12 წლის ბავშვი და ამან არ გაათამაშა და ჩხუბი დაუწყო რატო არ სტანდარტული სიტუაციის გათამაშებას ჩვენ ვაკვდებით ზედ და ის არ გამოდის ხშირად და დიდი დრო უნდა რომ ეს კომპონენტი დახვეწო რა ანუ რასაც შედეგი მოაქვს ხო ისლანდიას რო თქვი წეღან აუტებით და კუთხურებით ხო გადიოდა ძირითადად არსენალი აგერალა ხო არსენალი ხა კიდე სხვა რაღაცა არის ეგ მეორე ხარისხოვანია სტანდარტული თამაში და ის არის მაგრამ ხო და ეს ხა 10 წლის ბავშვი რომ მაგაში დროს ხარჯა ერთ ადგილას ვიყავი კიდე 6 წლის ბავშვები თამაშობდნენ და ჯარიმა გაითამაშეს ისე რომ რო გენახა გადაირეოდი რა კი რაღამ ჩავიწერე რომ დიდ გუნდში გავაკეთოთ მეთქი ის ხო ეხა როგორი რაღაცა ყველა ტაში აო ბრავო ეხა 6-7 წლის ბავშვი რო ეგრე ჯარიმას გაითამაშებს იმ ჯარიმის გაკეთებას დიდი დრო უნდა ესე იგი ის დრო იმას კენწლაში მოაკლდა ერთ-ერთზე თამაშში მოაკლდა მე იმ ბავშვებს ეგ პრობლემები ჰქონდათ ბურთს ვერ იღებენ კარგად ვერ ურტყავენ კაც ვერ ატყუებენ იგი დადებული ბურთის გათამაშება შესაძლებელია იქ წელი დროს კარგავს ამიტომ ეგ არ არის საჭირო სტანდარტულები 7 წლის ბავშვებში რაც წერი 6-დან 9 წლამდე ღიარულების ფაზა 9-დან 12-მდე საფუძველი ასე შემდეგ ასე ოღონდ თანამედროვე მეთოდოლოგიით მე უკარო დამაბრუნო ეხა რომ მითხრა წადი და 10-9-დან ეხა 6 წლის ბავშვებში არა ძალიან ადვილია ეხა სავარია რომ ადვილი არ არის მაგრამ მოკლედ შესაძლებელია 9-დან ვერ ვიმუშავებ ისე კარგად იმიტომ რომ თანამედროვე ფეხბურთს უკვე თავისი მიმართულებები აქვს რა აი თვითონ მეთოდოლოგია არის მთავარი რომ მალე მიიღო შედეგი ეხა ესე ხო არ ჯობია ხო ეს უკვე ამხალ გაკეთებული აქვს რა მთელი ევროპა ეგრეა ხო აი მან და ეგ სულ მაგას ვიმეორებ აი რაღაცა შემე კიდე მაინც მაგას პასუხობ იმიტომ რომ აქ გვაქვს მაგაში პრობლემა აი დიდი ყურადღება უნდა კლუბებისგან ახალგაზრდულ სექტორს წნელებს ბავშვებს უცხოელების დახმარება უნდა ძალიან მაგარი რომ ჩამოიყვანო რომ გვასწავლონ რა რომ როგორ არის რომ ყაზახეთის 17 წლამდე გუნდი იყო ჩამოსული და უყურე თამაშს რა და აი როგორ გამართულად თამაშობდნენ როგორ სადაც საჭირო იყო იქ ატყუებდნენ როგორ ეს შიდა ტერფი როგორი დამუშავებული ჰქონდა გასაგები ხა ის ევროპის ჩემპიონატი ვერ გახდება მაგრამ არის რა ეგეთი წვრილოვანი ნიუანსები იმიტომ რომ სწორად მუშაობენ ვარჯიში არის ყველაზე მთავარი სწორი ვარჯიში უფრო სწორად თორე ხა მასე რაც უნდა მოვარჯიშო მე მაგრამ ვერ ვითამაშებ შანსი არ არის ქართული საკლუბო ფეხბურთი ფიქრობ თუ არა რომ რეგრესშია და საერთოდ აი თქვენი მუშაობის პერიოდში როდის იყო ყველაზე მაღალ დონეზე ქართული საკლუბო ფეხბურთი საქართველოს ჩემპიონატი ну 2000-იანი წლების დასაწყისში და სადღაც ესე 2000 აი როცა შედეგები ქონა რა პლეი-ოფებამდე რომ ეგ ძალიან მშრალი რაღაც შიგნი ეხა სულ მაგას ვამბობ იმ დღეს ინტერვიუში თქვი თამაშის მერე რომ ეხა რო გულშემატკივრო სუბიექტური ვარ ეგოისტურად ვამბობ აი ტორპედო დინამოს იბერიას და გორს ეს 4 გუნდია არასდროს ეგრე არ მიგუშვილი გულშემატკივრია რატო იმიტომ რომ ამ ყველა გუნდებს კარგად ვეთამაშეთ ჩვენ ჩემი გუნდი სუბიექტური ვარ ეხა ესე ინო ჯგუფებში შევიდეთ ესე იგი მეც მაგარი მწვრელი ყოფილვარ და ჩვენს მაგარი გუნდი ეხა ხუმრობით კი ვამბობ არა რაღაც დონეზე ეგ არის მაჩვენებელი რა რომ თუ ეხა ესენი გაივლიან და ღმერთმა ხანას რო გაია აი ღმერთმა მართლა მაგრა მინდა რომ გაი ყველამ
3, 2, 3, 4 ეტაპი რო გაიაროს, ხო, ესე იგი ეს შიდა ჩემპიონატში რეგრესია აღარ არის. ეგ არის მაჩვენებელი რა. ევროტურნირები. ევროტურნირ ჩემთვის ეგ შეიძლება ვწდები, იმიტომ რომ კიდე არის მან სხვანაირი დატლა შეიძლება მაგისი, რაც ცოტა სტატისტიკასთან არის, რომ ჩვენ უნდა დავთვალოთ პასის სისწრაფე თამაშებზე, გადაადგილება, სპრინტების რაოდენობა, რაღაცა ვინ ამხილავდა და მე შევადაროთ გერმანიასთან. თქვენ აკეთებთ ამ ჩვენ შედარებას ვერ ვაკეთებთ. იმიტომ რომ არ გვაქვს ინფორმაცია, ეგ ინფორმაცია არ არის ღია. ერთადერთი მე რაც გავაკეთე, ბიჭები ვინც არიან, ეს ჩემი ერთადერთი მიმუშავია, ლუკა ლოჩოშვილს მივწერე და ვთხოვე რომ გამომიგზავნე მეთქი შენი პირადი მონეხა ნიუნბერგში, რომ გამომიგზავნე შენი პირადი მონაცემები მეთქი თუ არ გასცემს კლუბი მაგას, მთელ გუნდზე ვთხოვე რა. რომ მეთქი თუ მოხერხდება ვეთქი, მაგრამ ეხა არ აძლევენ და მთელ გუნდზე არ მიცე და ჩემ პირად მონაცემს გიგზავნიო რა და გამომიგზავნა რა თქმა უნდა ეხა მაგათ ვერაც ვარ, აი კაცები არიან ყოველთვის კითხულობენ და გულშემატკივრობენ. გამომიგზავნა რა თმიდოდა რომ იქ მონაცემია ფიზიკური მონაცემები ვარჯიშის კვირის ციკლის გამომიგზავნე მეთქი რომ ძირითადი კვირის ციკლში აღდგენაც არის თამაშის წინა ძირითადი ვარჯიშის დღე როცა გაქვს მეთქი ერთი დღე დაუშვათ 4 დღეში ხო რომ იქ რა მონაცემები ქონდა ვარჯიშს სადაც ბოლომდე იტვირთები მარტივად რო ვთქვა რა და ნუ მონაცემები ფიზიკური მოცულ ამდენი ირბინა რამდენი სპრინტი რამდენი ნახევარად ესენი ყველაფერი და ეხ ბევრი რო არ ვისაუბრო, ბევრი კომპონენტია და მინდოდა რომ ეს ფეხბურთელებისთვის მეჩვენებია რისთვის, რომ 220 მეტრი თუ 230 მეტრი სპრინტი ცენტრალურ 230 მეტრი სპრინტი ქონდა ვარჯიშზე და თამაშზე, ოფიციალურ თამაშზე ვიღაცა მაგარ გუნდთან, იქ ქონდა 240 მეტრი. ეხა შეადარე შენ ვარჯიშის, იმიტომ ვიძახი ვარჯიში მთავარია მეთქი, რომ ვარჯიშის მნიშვნელობა, ანუ როგორ იხარჯება ვარჯიშზე ფეხბურთელი, როგორ ვარჯიშობს და მე შეადარეთ თითქმის ერთი და იგივეა რა. ფიზიკურ მონაცემებს გეუბნები ხა, რა თქმა უნდა მენტალობა განსხვავებულია ვარჯიშ, მაგრამ მე ვიძახი დახარჯვას, აი და ამათ უთხრა, ბიჭებო, შეხედეთ მეთქი, როცა გთხოვენ რომ შენ აქ უნდა დაიხარჯო ესე. იმიტომ რომ უკვე თამაშთან მიდიხართ ეს კვირის ციკლი თანმიმდევრულია რა, პირველივე დღეს კი არ ხდება. ხო, ამიტომ მნიშვნელობა აქვს, მაგ შედარებას ჩვენ არ ვიცი, მე ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ მაგის ტექნოლოგიაც არ აქვს. და პლუს კიდე მაგას მონაცემები არ აქვს რა, აი დაუშვათ რამდენი კილომეტრი გუნდმა ზოგადად შეიძლება თქვა, მაგრამ შეიძლება თქვა რომ ირბინა 120 კილომეტრი გუნდმა თამაშზე. ხო და ჩვენმა გუნდმა შეიძლება 140 ირბინოს, მაგრამ იმ 120 კილომეტრში აზრიანი სერბილია ხო? არა, აზრიანი ერთი და მეორე ფიზიკურ მხარეს გულისხმობ ხადი. რამდენი სპრინტი იყო, რამდენი ბევრი წვილმანია რა, რომელიც ტექნოლოგიას მოითხოვს. ხო, ანალიზის ვარიანტია ხა, ეგ მარტო ჩემ სურვილზე არ არის. რა, რომ აი ჩვენ გვინდა მცველებს, კი გვინდა, მაგრამ ნუ ეგ დღევანდელი დარწმუნებული რომ რაღაცა დრო გავა, იმიტომ რომ არის მაგის ტენდენციებიც უკვე რომ რაღაც დრო გავა, რომ მანდასაც მიუახლოვდებით იგივე თამაშის ანალიზი, იგივე აი თამაშების ჩვენებს ხო უყურებთ რომ გარბიან ხოლმე გასახდელში, ხო? დამთავრებული არ არის ზოგჯერ მაურინო მიცოდა ხოლმე, ნუ იმიტომ რომ იქ ახვედრებენ უკვე ზემოდან მუშაობა მიდის, რომ აი სად არის მეტოქის სუსტი წერტი, რომ სანამ ფეხბურთელი შემოვა ის 3-4 წუთი დაისვენებს, შენ რო ეუნები უკვე რომ რა უნდა გააკეთოს, ის გეხმარება. შენი ანალიტიკოსი ეს ტექნოლოგიები გეხმარება რომ ეუნება რომ აი იმის რაღაცა ტოტენჰემის მარჯვენა მხარე ეს არის და ანუ ეს ამისგან შედგება ნანიკო ფეხბურთი მე ფიზიოლოგიური მხარე ეს ფეხბურთელები არიან სპეცსამსახურის მებრძოლები არიან ეგრე და ახლობებით რომ შესაძლებლობა კუნთი სისხლი გული ცხიმი ეს უკვე ეს თვალს აღარ ეხება ეს უკვე არის მეცნიერება რა უკვე ესე ვთქვათ ექიმი ყველაფერი ჯდება ხო ეს იქ ხა ძალიან მაღალ დონეზეა მაგრამ ჩვენ იმხელა შესაძლებლობა გვაქვს რომ მე ვფიქრობ რომ სლოვაკეთის დონე ბულგარეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რა თუ კიდე ჩეხეთიც იყოს ხო რომ თუ კარგად მოვამზადებთ თუ კარგად შევკრავთ თუ კარგად დავალაგებთ ხო შეგვიძლია რა ამ კონფერენც ლიგაზე შესვლა რა უეფაზე არ ვიძახი ხა ის თუ არ შეგვთა მაინც აქვია ლაციო და ვიღაცა ტოტენჰემი და ეგეთი გუნდები. ანუ მაინც ხედავთ ამის პოტენციალს ქართულად. რა ვიცი, მინდა რომ იყოს ეგრე. ხო, ბოლო შედეგებით ვერ ვხედავ ეხლა რა, თავს ყوار მოვიტყუებ ეხლა მარტო გულშემატკივარი ვეღარა ვარ რა, მარტო. მაგრამ სულ იმედი გაქვს რა.
იმიტომ ფეხბურთელები ახალგაზრდები, აი იბერია მაგალითად ეს ტენდენცია მომწონს, ფეხბურთელები კარგები, იგივე გორის დილა, ხოუცხოველები არიან, მაგრამ ბევრი კარგი ფეხბურთელია, იგივე ტორპედო აგერ არიან ფეხბურთელები. იმედი მაგ, იგივე დინამო ეხა თემურიმი ჩამოვიდა, ძალიან მაგარია რა, მაგრა გამიხარდა ეხა ვნახავ თამაშზე არ მინახია და ეგეთი დონის მთელი რომ საქართველოში ჩამოდის და ჩვენ უკვე რომ ჩვენი კოლეგა ხდება ხო იმედიც გვაქვს ერთმანეთის მაგრა გამიხარდა ძალიან მაგარი კაცია რომ დაბრუნდა აი თქვენ და უნებურად მიადიქით ახლა თემას რომელსაც უნდა შევხებოდით თქვენი თამაში ეს ეპიზოდი დაიდება 11 მაისს ანუ ორშაბათ დღეს როცა რუსთავს აქვს თამაში 21 საათზე თბილისის დინამოსთან და ზუსტად აი ამ ფაქტორზე და ამ ეფექტზე მინდოდა მე საუბრა, რასაც თემურ ქეცფაიას ქართულ საკლუბო ფეხბურთში ჩართვა. ქვია, იქნება ეს რაღაცა ბიძგი საკლუბო ფეხბურთში და თქვენთვის მწვრთნელი როგორც მწვრთნელებისთვის ახალი გამოწვევა ყველას უნდა რომ მოუგოს დინამოს როგორც ცუდ ფორმაშიც და როგორც კარგ ფორმაშიც არ უნდა იყოს. ჩემთვის ეხა ეგ მაგაში ვერ დაგეთანხმები ყველას ერთი არის და თან არ მიყვართ წინასწარ თამაშზე საუბარი მაგრამ თემური რო ჩამოვიდა მაგდონის სპეციალისტი რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში გუნდები ყავს გაყვანილი რომელიც წარმატებული იყო რომელიც აღიარებული მწვრთნელია და ძალიან დიდი პლუსია და მიცემს ბიძგს მე ეგრე მგონია დარწმუნებ მაგითო კი არა რომ გახვიდეთ და მე ახლა უფრო არ მნიშვნელობა არ აქვს ეხა თემური იქნება თუ გვარდიოლა ყველას ერთნაირად ვეთამაშები რა გამოვა ღმერთმა იცის რა ეგ მაგას უბრალოდ თვითონ თამაშის გარეთ ვიზახი რომ ესეთი დონის მწვრთნელი ამხელა გამოსtildeებით ამხელა ცოდნით ამხელა ავტორიტეტით რომ მე მგონია რომ ჩვენ მოგვეხმარე აი თავისავს კი არ ეხმარება ჩემი გადმოსახედიდან ჩვენ მოგვეხმარება ქართველ მწვრთნელებს რომლებიც აქ საქართველოში მომუშავე მწვრთნელებს ეხა მე ეგრე მგონია ჩემი აზრი არის ეგ და მაგრამ გამიხარდა რომ დაბრუნდა და ხა უნდა მიაღწიოს თავის შენ. მე ახლა წელს არ ვებრძვი რა. თბილისი დინამო ჩემპიონობისთვის და ერთმანეთში რა თქმა უნდა თემური კი არა ვინც გინდა ეს იყოს იქ დანდობა არ იქნება მორიცხული. როგორ ფიქრობ თქვენი როგორც მწვრთნელის წარმატება წინ არის? მინდა რომ იყოს წინ კი ბატონო. ყველაზე დიდი წარმატება იყო 2013 წელს რა. ძალიან დიდი წარმატება. 19-თან ერთად. ხო, როცა საქართველოს ვასახელეთ და მაგაზე დიდი წარმატება არ ხო იგი იყო ყველაზე დიდი წარმატება და ღმერთმა ხნას რო კიდე რა თქმა უნდა მინდა ხო არ ვაპირებ სხვა პროფესიას ხო გითხარია უნდა გავაგრძელო რა სანამდე იქნება სურვილი ჩემთან მუშაობის და მე ჩემი გუნდს ვერ გავაკეთებ რომ ჩემი გუნდი მყავდეს თუნდაც თათმინა რომ დავარქო ეგ კი მაკოტრებოთ ეს ძალიან კაი იდეაა მაგას როგორ ვერ გავაკეთებ ხო და მგონია რომ ალბათ კი რა ეგეც ხვებზია დამოკიდებული ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, თქვენ დიდი მადლობა. წარმატებები მინდა. პირველ რიგში დინამოსთან მატჩი გისურვოთ. აუცილებლად გესტუმრებით ამ თამაშზე და ვესწრები აუცილებლად და ზოგადად ქეცფაიას დაბრუნება მგონია რომ მაყურებელსაც ნელ-ნელა მოიზიდავს ტრიბუნებზე. აი ხვიჩა და ზურიკო და ის თამაში რო იყო თბილი დინამო ბათუმი დინამო ხო აი როგორი რაღაცა მოხდა 40,000 გოლშემატკივარი. აი წარმოიდგინე ხო გონია რომ აი თუ არა ხო იყვნენ. კი. ესე იგი რაღაცას ვერ პოულობთ რა რაღაცა სადღაც გდია ეს ასაღებია და ხო და ერთ-ერთი ეხა ეს თემური იბათო იტო თავის ქვეყანა უყვარდა პატრიოტია და ეგ არის პირველი ეგ არის ადამიანისთვის რა რომ შედი გარშემოყოფი ხიჭკუას კი არ ვარიგები ვიღაცას მე ჩემი თავი ვიყავს მისახედი მაგამ ბავშვიც გარშემოყოფი ხალხი უნდა კარგია მოკლედ რომ დაბრუნდა წარმატებები თქვენ და თქვენს რუსთავს ნანიკოს პოდკასტს უყურებდით. თქვენ ჩემი სტუმარი იყო საფეხბურთო კლუბ რუსთავის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი დაგულე სპორტი და კომენტარეთ, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები დღევანდელ ეპიზოდთან დაკავშირებით, ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით. თქვენი უკავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ჩვენ სპონსორებს, სამშენებლო სახელსაწყოების კომპანია Ronix
რომელიც მორგებულია ნებისმიერ ფაზზე და ნებისმიერ მოთხოვნაზე თქვენსაზე და ასევე სპორტული სახუებების მწარმოებელი კომპანია JAKA Sport. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვექნება გათამაშება 5000 გამომწერზე და გავათამაშებთ PlayStation-ს, ასე რომ ერთით მეტი мотиваცია გაქვთ, რომ ჩვენი გამომწერი გახდეთ. მოკლედ მადლობა რომ მიყურეთ. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.